რუსეთის სტრატეგია უკრაინის შიგნით მარტივია. რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცი წაიყვანოს ფრონტზე, რათა უკრაინის თავდაცვა დაასუსტოს. მაგრამ ეს სტრატეგია მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ჯარისკაცები რეალურად მიდიან ფრონტზე. ეს არ ხდება. რაღაც კლავს რუსეთის ჯარისკაცების 90%-ს მანამდე, სანამ ისინი მივლენ იქ, სადაც პუტინს სჭირდება. ეს ჯარისკაცები იღუპებიან მანამდე, სანამ ერთ გასროლასაც კი მოახდენენ, რადგან მათ ბრძოლა დაწყებამდე ანადგურებენ. იური კოჩინოვი ყველაფერს ამხელს. რუსი სამხედრო კორესპონდენტი და ბლოგერი ამხელს, რომ რუსეთის ჯარისკაცების უმრავლესობა იღუპება მანამდე, სანამ ფრონტზე უკრაინაზე შეტევის პოზიციასთან მიახლოებასაც კი შეძლებენ. პუტინო კი აცხადებს: გაითვალისწინეთ ეს ციფრები. რუსული პერსონალის დანაკარგების 80-დან 90% ხდება უკვე მაშინ, როცა ისინი კონტაქტის ხაზისკენ მიიწევენ. არა კონტაქტის ხაზზე, არამედ მხოლოდ მისკენ მოძრაობისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აგრძელებს პუტინოკი 8-9 ჯარისკაცი 10-დან საშუალოდ 85% იღუპება გზაში ისე, რომ მტერთან ბრძოლაში მონაწილეობა არც კი მიუღია, ან ისინი არც კი უნახავთ. ხოლო რამდენიმე სიტყვით კოჩინოკმა გამოავლინა ის კიბო, რომელიც მთელ რუსულ არმიას შიგნიდან ჭამს. რუსეთის 1,31 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა ომში, სადაც ბევრს მტერი თვალითაც კი არ უნახავს. პუტინის მარიონეტები აჩრდილებს ებრძვიან. მათ უბრძანებენ წინ წავიდნენ ისეთ ადგილებში, სადაც ვერასდროს მივლენ და უკანა ხაზზე მათ უსვამენ წერტილს, ისე რომ არც კი უსრიათ მტრისკენ სრიათ მტრისკენ. მზადებას აზრი არ აქვს. რუსეთის ჯარისკაცების 90%-მდე მომზადებას აზრი არ აქვს. ისინი მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ მოკვდნენ მტრისგან, რომელსაც ვერც კი ხედავენ. და როგორც მალე გაიგებთ, ეს მტერი ყოველთვის უკრაინა არ არის. ზოგჯერ ეს მტერი ბევრად უფრო ახლოსაა სახთან. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, არის მტერი, რომელსაც რუსეთის ჯარისკაცები შორიდან ებრძვიან. უკრაინა ანადგურებს რუსეთის გაზაფხულის შეტევას, ისევე როგორც ბევრი მიერიშს, რომელიც პუტინმა მანამდე დაავალა, რადგან მან თითქმის შეუძლებელი გახადა რუსეთისთვის იმ მასშტაბური შეტევების განხორციელება, რომლითაც ომის დასაწყისში ტერიტორიებს იფრობდნენ. ის იერიშები, რომლებიც ჯავშან ტექნიკას და არტილერიას ქვეითებთან აერთიანებდა, მაინც დიდ დანაკარგებს აყენებდა რუსეთს, მაგრამ მაინც გარკვეულ პროგრესს აღწევდნენ. ყოველ შემთხვევაში რუსეთის ძალები მტერს ებრძოდნენ, რომელსაც ხედავდნენ, ასე რომ ისინი კვდებოდნენ იმ იმედით, რომ იქნებ თავიანთ ქვეყანას წინსვლაში დაეხმანენ. ეხლა უკვე ესეც აღარ ხდება. ომის კვლევის ინსტიტუტმა, ანუ ISW-მ, ეს მიზეზი 2025 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ მასალაში გამოკვეთა, სადაც ახსნა თუ როგორ ვერ მოახერხა რუსეთმა არაერთხელ უკრაინის გატეხვა. მასშტაბურმა დანაკარგებმა, რომელიც რუსეთმა ტექნიკის მხრივ განიცადა, ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ვეღარ ახერხებს იმ ტიპის შეტევების გაგრძელებას, რაც ომის დასაწყისში ვიხილეთ. უკვე მაშინაც კი ISW-ს ანალიტიკოსი კრისტინა ჰარვუდი პროგნოზირებდა, რომ რუსეთი ვერ შეძლებდა ომის გაგრძელებას უკრაინის წინააღმდეგ, თუ არ მოახდენდა მობილიზაციას და არ მოიპოვებდა დამატებით ცოცხალ ძალას. მობილიზაცია ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა ეს უფრო და უფრო მოსალოდნელი ხდება, რადგან უკრაინა აგრძელებს სტრატეგიას, რომლის შედეგადაც რუსეთის ჯარისკაცების 90%-მდე იღუპება ფრონტზე მისვლამდე. და ეს სტრატეგია დაფუძნებულია ერთ ნათელ ფაქტზე. უკრაინა მუდმივად ადაპტირდება, მაშინ როცა რუსეთი მხოლოდ ახალ-ახალი ცოცხალი ძალის შეყვანით შემოიფარგლება თავდაცვაზე, რომელსაც სულ უფრო ნაკლებად შეუძლია მიაღწიოს. საომარი ველი ბევრად უფრო შეიცვალა, ვიდრე რუსეთს წარმოედგინა. 2022 და 2023 წლებში შესაძლებელი იყო შეტევების განხორციელება დიდი რაოდენობით ჯავშან ტექნიკის გამოყენებით. ამ ჯავშან ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ რუსეთს რაოდენობრივი უპირატესობა ჰქონდა და გარკვეულ პროგრესსაც აღწევდა. 2024 წლისთვის ჯავშან ტექნიკა უფრო მსუბუქი და მანევრირებადი სატრანსპორტო საშუალებებით, მაგალითად მოტოციკლეტებით ჩანაცვლა. და ამ გზით რუსეთს პროგრესის მიღწევა შეეძლო. 2025 წლისთვის მოტოციკლები ნაკლებად ეფექტური გახდა, მაგრამ რუსეთი მაინც აგრძელებდა ჯარისკაცების ტყიან ადგილებში მცირე ინფილტრაციულ ჯგუფებად გაგზავნას და ამ გზით ადამიანური რესურსის ხარჯვას. იმ დროისთვის რუსი ჯარისკაცი ძალიან იღბლიანი უნდა ყოფილიყო, რომ მიზნამდე მიაღწია. 2026 წელს კი უმრავლესობა ველს კი აღწევს იქამდე. და მიზეზი შეიძლება ორ სიტყვაში შევაჯამოთ, რომლებიც აღწერს იმას, რაც უკრაინამ 4 წლიანი ომის განმავლობაში შექმნა და სრულყოფილად აითვისა: სასიკვდილო ზონები. როდესაც უკრაინამ გააუმჯობესა თავისი დრონების ტექნოლოგია, სასიკვდილო ზონები, რომლებიც ფრონტის ხაზს კილომეტრებით სცილდებოდა, კიდევ უფრო ღრმა და ეფექტური გახდა. LRT-მა მიგვიყვანა ამ სასიკვდილო ზონებში 17 მარტის სიუჟეტში და აგვიხსნა, რომ სწორედ ამ ზონების გამო უკრაინის დიდ ნაწილში რუსი ჯარისკაცებისთვის აღარ არსებობს მკაფიო ფრონტის ხაზი, რომელსაც მიაღწევენ. LRT-ის განმარტებით, სასიკვდილო ზონები განისაზღვრება იმ მანძილით, რომელსაც დრონები აღწევენ. ომის დასაწყისში, როცა რუსეთი ყველაზე დიდ პროგრესს აღწევდა, FPV დრონებს მხოლოდ დაახლოებით 5-7 კილომეტრის, ანუ 3,1-დან 4,3 მილის მანძილზე შეეძლოთ ფრენა. სასიკვდილო ზონები მაინც სახიფათო იყო, მაგრამ რუსეთის ჯარისკაცებს გაცილებით მოკლე მანძილის გალვა უწევდათ, რომ ისინი გადაელახათ. და რადგან რუსეთის ზურგს თითქმის არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, პუტინის ძალებს წინსვლა მაინც შეეძლოთ. და შემდეგ რაღაც შეიცვალა. უკრაინის დრონები უფრო ძლიერი და შორ მანძილზე მოქმედი გახდა. ის ადგილები, რომლებიც ადრე რამდენიმე მილზე ვრცელდებოდა და სიკვდილის ზონებად ითვლებოდა, გადაიქცა უზარმაზარ და განიერ უკრაინულ ტერიტორიებად, რომლებიც მუდმივად მყოფმა დრონებმა არავის მიწად აქციეს. FPV დრონების მოქმედების არეალი გაიზარდა ისე, რომ ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრის, ანუ 9,3 მილის რადიუსში, ნებისმიერი ადგილისმიერი ადგილი რუსეთის ჯარისკაცებისთვის სასიკვდილო ხაფანგად იქცა. მაგრამ რუსეთის ჯარისკაცებისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.
2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისში უკრაინამ თავის არსენალს საშუალო რადიუსის დრონებიც დაამატა. უკრაინის დრონების სისტემებს ახლა შეუძლიათ რუსეთს უფრო ღრმად მის უკანა ტერიტორიებშიც კი დაარტყან ვიდრე ოდესმე. ზოგიერთ რეგიონში უკრაინის დრონები ქაოსს ქმნიან ფრონტის ხაზის მიღმა 154 კილომეტრზე, ანუ დაახლოებით 90 მილზე. ასე რომ რუსეთს ახლა ორმაგი პრობლემა აქვს. ადამიანები, რომლებსაც ფრონტზე აგზავნის, FPV დრონები ანადგურებენ. და უკანა ხაზზე რუსი ჯარისკაცები იღუპებიან ჯარის ბანაკებსა და კოლონებში. უკრაინა ასევე ანადგურებს სარდლობისა და მართვის ცენტრებს და რუსულ ლოგისტიკურ მომარაგების ჯაჭვს. ყველაფერი იმიტომ, რომ მან შექმნა დრონები, რომლებიც უფრო შორს მიფრინავენ და უფრო ძლიერად ურტყამენ, ვიდრე ომის ნებისმიერ სხვა ეტაპზე. ამ ყველაფერს დავუმატეთ მუდმივი და დაუსრულებელი დაკვირვება ცაში. უკრაინის განადგურების ზონები იმდენად დიდია, შეიძლება იფიქროთ, რომ პუტინის ჯარისკაცებს ექნებათ ბევრი ბრმა წერტილი გამოსაყენებლად. ზოგი ნამდვილად არსებობს, პრაქტიკულად გარდაუვალია. მაგრამ ბრმა წერტილები მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან უკრაინა იყენებს სადაზორო დრონების მორიგეობით ტალღებს, რომლებიც აკვირდებიან ყველაფერს, რაც მათ ქვემოთ ხდება. ეს მახულთვალა დრონები იმდენად მაღლა დაფრინავენ, რომ რუს ჯარისკაცებს მათი დანახვაც კი არ შეუძლიათ. და როდესაც მოძრაობის თუნდაც უმცირესი ნიშანი ჩნდება, იქნება ეს ჯარისკაცი თუ ტექნიკის ერთეული, ვიდეო მასალა უკან, ფრონტის ხაზის მიღმა მყოფ უკრაინელ დრონის ოპერატორებს ეგზავნებათ. ისინი იყენებენ ნებისმიერ საჭირო იარაღს საფრთხის გასანადგურებლად, ხოლო სადაზორო დრონები დაკვირვებას აგრძელებენ. უკრაინა ამ ყველაფერს რუსეთისთვის კიდევ უფრო ამძიმებს, როდესაც პუტინის ძალებს მოულოდნელად ჭკვიანური კონტრშეტევებით უტევს. ჩვენ უკვე ვახსენეთ უკრაინის შთამბეჭდავი წარმატებები რუსეთის წინააღმდეგ თებერვლის კონტრშეტევის დროს. Kyiv Independent-ის მიხედვით, უკრაინამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაახლოებით 480 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 185 კვადრატული მილი გაათავისუფლა, ფრონტის ხაზი რუსეთთან მიიტანა. თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია და ხშირად ნაკლებად გაშუქებული ის შეტევებია, რომელსაც უკრაინა ახორციელებს გამაგრებულ რუსულ ძალებზე, იმ პოზიციებში, რომლებიც პუტინის ჯარებს უსაფრთხოდ მიაჩნდათ. მაგალითად ავიღოთ ჯარები, რომლებიც დეკემბერში აღმოსავლეთ უკრაინაში სერებრიანსკის ტყეში იმალებოდნენ. ის რუსი ჯარები კრიმინას დასახლებიდან დაახლოებით 6 მილის სამხრეთით და ფრონტის ხაზიდან 5 მილის აღმოსავლეთით იყვნენ განლაგებულნი. მათ არ ჰქონდათ მიზეზი ეფიქრათ, რომ უკრაინის მხრიდან რაიმე საფრთხე ემუქრებოდათ. ისინი არც კი იყვნენ განადგურების ზონაში. ან ასე ფიქრობდნენ. შთამბეჭდავ რეიდში, რომელიც კრეითებს, სპეციალურ ძალებსა და უზარმაზარი რაოდენობის დრონებს აერთიანებდა, უკრაინამ სრულად გაანადგურა რუსული პოზიცია, რომელიც ფრონტის ხაზიდან რამდენიმე მილის დაშორებით იყო. რუსეთის საერთო დანაკარგი დაახლოებით 2000 ჯარისკაცი იყო. უკრაინის მიზანმიმართულმა კონტრშეტევამ დაამტკიცა, რომ რუსეთის ძალები არასოდეს არიან უსაფრთხოდ. ლომის წილი ზიანისა და მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ იღუპება რუსეთის ჯარისკაცების 90% ფრონტზე მისვლამდე, აშკარად უკრაინაა. თუმცა კიდევ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. ფტერი, რომელიც პუტინის ძალებისთვის სახთან უფრო ახლოსაა, თავად რუსეთია. და ქვეყნის სამხედრო ძალებსა და სტრატეგიას თავისი წვლილი მიუძღვით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ჯარისკაცები არიან. სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჯერ არ გაქვთ გამოწერა? ეხლა იდეალური დროა, დააჭიროთ ღილაკს. მოდით სტრატეგიაზე ვისაუბროთ. რუსეთმა სცადა მცირე კორექტირებები შეეტანა თავის შეტევებში, როგორც ადრე ვიხილეთ, როდესაც მან მექანიზირებული შეტევებიდან მოტოციკლეტებზე და შემდეგ ქვეითებზე გადაინაცვლა. ეს კორექტირებები კარგი არ არის. თითოეული მათგანი რუსეთს უფრო ასუსტებს, მაგრამ ეს მაინც კორექტირებებია. თუმცა ერთი რამ, რაც ყველას აერთიანებს, არის ის, რომ პუტინი და მისი უუნარო სარდლები რუსეთის უბედურ ჯარისკაცებს ეუნებიან, რომ წინ უნდა წავიდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გააკეთებენ ამას ან რა ფასად, იმ ჯარისკაცებმა წინ უნდა წაიწიან. მათ ისე ექცევიან, როგორც ხარჯვად რესურსებს, და ეს ისევე როგორც ის, რასაც უკრაინა აკეთებს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ იღუპებიან ამდენი ადამიანი სასიკვდილო ზონებში. ამ წუთებში რუსეთი გაზაფხულის შეტევის საწეს ეტაპზეა, რომელიც უნდა დასრულდეს დონეცკის დაცემით. კიდევ ერთხელ, ყველაფერი, რაც რუსეთს შეუძლია, არის თავისი ჯარისკაცების შეყვანა უკრაინის სულ უფრო გაფართოებულ სასიკვდილო ზონებში. გაზაფხულის შეტევის პირველი თვის მონაცემები ყველაფერს ნათელს ხდის. მარტში რუსეთმა რეკორდული 25341 დანაკარგი განიცადა. ახლა დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს კოტინოკის განცხადების კონტექსტში. ამ 95341 დაღუპულსა და დაჭრილთაგან 31815-მდე ფრონტის ხაზს არც კი მიახლოებია. ისინი იქამდე დაიღუპნენ, სანამ ხაზამდე მიაღწევდნენ. ამის შედეგად რუსეთს დარჩა მხოლოდ 3516 ჯარისკაცი, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმისას დაიღუპნენ. ეს სტრატეგიული თვითმკვლელობაა. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ პუტინის მიდგომა გამოიყენოს რუსეთის ადამიანური რესურსის უპირატესობა და გამოფიტვის ომი აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ, კარგი იდეაა. ეს მიდგომა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ადამიანური რესურსი დიდი რაოდენობით აღწევს ფრონტზე. ეს არ ხდება და რუსეთის სრული უნარობა შეიმუშაოს სტრატეგია უკრაინის სასიკვდილო ზონების დასაძლევად, სწორედ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ასე რომ რუსეთის სტრატეგიული არაკომპეტენტურობა ხელს უწყობს უკრაინის სასიკვდილო ზონების წარმატებას, მაგრამ სხვა რაღაცები, რასაც რუსეთი აკეთებს, თვითონ მის ჯარისკაცებსაც კი მოულოდნელად ხდება. როდესაც ამ ჯარისკაცებს არ აიძულებენ სასიკვდილო მარშებზე წასვლას ფრონტის ხაზისკენ, რომელსაც ისინი ვერასდროს იხილავენ, ისინი სხვა გზებით იღუპებიან. თვითმკვლელობები და აღსრულებები სულ უფრო ხშირი ხდება რუსეთის ხაზების უკან. ორივე ფაქტორი ასუსტებს იმ ცოცხალ ძალას, რომელიც პუტინს სჭირდება იმისათვის, რომ მისი მუდმივი შეტევები ეფექტური იყოს.
რუსი ჯარისკაცების თვითმკვლელობების შესახებ ამბები სულ უფრო ხშირი ხდება და ზოგჯერ ამ თვითმკვლელობებს თან ახლავს ისიც, რომ ისინი სხვებსაც თან იწირავენ. 2025 წლის ოქტომბერში Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსი სამხედრო მოსამსახურის შესახებ, რომელმაც ჯერ თანამებრძოლს ესროლა, შემდეგ კი იარაღი საკუთარ თავზე მიიმართა და გასროლა მოახდინა. ეს შემთხვევა მოსკოვის რეგიონში მოხდა და გვაჩვენებს, რამდენად სასუტარკვეთილ მდგომარეობაში აგდებს რუსეთის სამხედრო ძალების სისასტიკე იმ ადამიანებს, ვისაც ბრძანებას აძლევენ, რომ მისთვის იბრძოლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოსკოვის სამხედრო ოლქმა ეს ყველაფერი უბედურ შემთხვევად სადაც წარმოიჩინა. მან განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურემ იარაღის გამოყენების უსაფრთხოების წესები დაარღვია, რის გამოც სროლა მოხდა. თუმცა სხვა ცნობების მიხედვით ინციდენტის შედეგად 5-მდე რუსი ჯარისკაცი დაშავდა. ეს უფრო მასობრივ სროლას გავს, ვიდრე უბედურ შემთხვევას. და ის ფაქტი, რომ ამას თვითმკვლელობა მოხდა, კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ეს ჯარისკაცები უკრაინაში არც კი იყვნენ და მაინც პუტინის ომის ძალებს გამოაკლდნენ. სხვები კი საკუთარი მეთაურების ხელით იღუპებიან. 2026 წლის თებერვალში რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა BBC-ს უამბო, რომ მათ საკუთარი თვალით ნახეს, როგორ მოკლეს მათი თანამებრძოლები მეთაურებმა, მას შემდეგ რაც მათ უარი თქვეს უკრაინის სასიკვდილო ზონებში შესვლაზე. ერთ-ერთი ამტკიცებს, რომ ნახა ორმო, სავსე 20 რუსი ჯარისკაცის გვამებით, რომლებიც საკუთარი მეთაურების მიერ იქნენ მოკლულნი, რადგან მათ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს. ეს იმდენი ჯარისკაცია, რომ რამდენიმე მცირე შემღწევი ჯგუფის შესაქმნელად საკმარისი იქნებოდა, რომელსაც რუსეთი ახლა უკრაინაში ირენებს. და ეს გვიჩვენებს, რომ პუტინის მიდგომა საკუთარი არმიის შიგნით ისეთივე სასტიკია, როგორც მისი დამოკიდებულება იმ ჯარისკაცების რის მიმართ, რომლებიც უკრაინის დრონების მიერ იხოცებიან, სანამ ფრონტამდე მიაღწევენ. ეხლა ამ ყველაფერს დეზერტირობაც დავუმატეთ. United 24 მედიამ სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის ბოლომდე რუსეთის ჯარისკაცებიდან დაახლოებით 70,000 ელოდებიან, რომ დეზერტირობას აერჩევენ. ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებმაც თავი გადაარჩინეს სასტიკი სიკვდილისგან. თუ რა თქმა უნდა არ დააკავებენ. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებიც ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას ფრონტზე შეტევებში. თუ უკრაინა რუსეთის ჯარისკაცების 90% ფრონტამდე გაანეიტრალებს, ეს დეზერტირები თავად გამოდიან ბრძოლიდან მანამდე სანამ უკრაინას ან თვითონ რუსეთს ექნება ამის შესაძლებლობა. რაც შეეხება მათ, ვინც რჩება და უბედურად მიემართება უკრაინის სასიკვდილო ზონებისკენ, მათაც კი არ ექცევა რუსეთის სამხედრო ძალა პატივისცემით. სოფრეპი იუცხება, რომ უკრაინული პარტიზანული ჯგუფი არტეში ამტკიცებს, რომ რუსეთის ბევრ ჯარისკაცს ახლა საბჭოთა ეპოქის თოფებსებს აძლევენ. ჯარისკაცებს აძლევენ AKM-სა და AK-74-ს, რომლებიც 1960-იან და 70-იან წლებს ეკუთვნის. პაულიმ აღნიშნა, რომ თანამედროვე ომის პირობებისთვის შეუფერებელი ეს თოფები ხშირად იჭედება და არ ისვრის, რაც კიდევ უფრო ანცილებს რუსეთის დანაყოფების საბრძოლო ეფექტიანობას. წარმოიდგინეთ ეს. შენი მიღბლიან 10%-ში ხარ, ვინც რეალურად გადის სასიკვდილო ზონებს და მიდის ფრონტზე. წევრი იარაღს, აწევ თითს სასხლედზე, პანიკდები, როცა იარაღი იჭედება და ბოლოს მაინც კვდები. და მაინც უკეთესად გაართვი თავი, ვიდრე შენი ამხანაგების 90%-მა. ასე რომ რუსეთის ჯარისკაცების უმეტესობა კვდება ან უკრაინის სასიკვდილო ზონებში, ან რუსეთის არაკომპეტენტურობისა და სისასტიკის გამო, სანამ ფრონტამდე მიაღწევენ. აი რას ნიშნავს ეს რუსეთის ომის მდგომარეობისთვის უკრაინის წინააღმდეგ ამჟამად? გეტყვი ერთ მინიშნებას, კარგი ამბავი არ არის. ადრე გითხარით, რომ მარტში რუსეთმა დაამყარა ახალი რეკორდი, 2026 წლის რეკორდი, და ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა ერთ თვეში ბრძოლების განმავლობაში. ამ დანაკარგებს შეიძლება რაიმე მნიშვნელობა ქონოდა, სულ მცირე პუტინის გულგრილ გონებაში მაინც, თუ კი ისინი რაიმე წარმატებას გამოიწვევდა. ასე არ მოხდა. ინდეპენდენტის მიხედვით რუსეთმა მარტის განმავლობაში ფრონტის ხაზზე არანაირი წინსვლა არ მოახდინა, რაც პირველად მოხდა ბოლო 2 წელიწადნახევარში. თუმცა უკრაინამ გარკვეული წარმატებები მაინც მოიპოვა. ბევრი არა, მაგრამ 9 კვადრატული კილომეტრი, ანუ 3.47 კვადრატული მილი არაფერზე უკეთესია. და უკრაინას თავის წარმატებების მისაღწევად 25,000 ჯარისკაცი არ დაუკარგავს. აი რა ხდება მაშინ, როცა შენი ჯარისკაცების უმეტესობა ფრონტამდე მისვლამდე იღუპება? ფრონტი არ იძვრის. ეს ყველაფერი რუსეთისთვის დამამცირებელი უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2025 წელი ნამდვილად არ ყოფილა მისი უკრაინაში შეჭრისთვის წარმატებული წელი. ჟურნალ National Interest-ის მიხედვით, რუსეთმა 2025 წელს დაახლოებით 415,000 დანაკარგი განიცადა. ანკურ ნარაიანი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის პოლიტიკურ სამხედრო საკითხთა მრჩეველია, ამ მონაცემს ოდნავ უფრო მაღალ ნიშნულზე აყენებს. ნარაიანი ამტკიცებს, რომ რუსეთის 2025 წლის დანაკარგები 420,000 შეას შეადგენს. და ამატებს, რომ რუსეთმა ეს მსხვერპლი მხოლოდ იმისთვის გაიღო, რომ უკრაინის სულ რაღაც 0.8%-ზე მოეპოვებინა კონტროლი. ეს წარმატებები მიღწეული იყო მანამდე, სანამ უკრაინის სასიკვდილო ზონები იმდენად ეფექტური გახდებოდა, რომ რუსეთის ჯარისკაცების 90% ფრონტამდე მისვლამდე გაანადგურეს. და მაინც ეს მიღწევები სასაცილო იყო. რუსეთმა 2025 წელს მთელი არმია დაკარგა. სინამდვილეში რამდენიმე არმია იმის მიხედვით, რომელი ქვეყნის მაგალითს გამოიყენებ. დიდ ბრიტანეთს მხოლოდ 151,330 მოქმედი სამხედრო ჰყავს, რაც დაახლოებით მესამედია იმ რაოდენობისა, რაც რუსეთმა დაკარგა 2025 წელს უკრაინის 1%-ზე ნაკლების დასაკავებლად. და ახლა რუსეთს კიდევ უფრო ცუდად აქვს საქმე ვიდრე გასულ წელს. რუსეთში უკვე გამოჩენილი ფიგურებიც აჯანყებას იწყებენ. კოტინიოკი, რომელმაც 95%-იანი ინფორმაცია გაავრცელა, მხოლოდ ერთ-ერთია მათ შორის. სამხედრო ბლოგერები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარ რისხვას რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისკენ და ზოგ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინისკენ მიმართავენ.
ალექსეი სიკონკიანი ამტკიცებს, რომ რუსეთის მეთაურები ახლად მოსულ ახალ წეულებს ძველებურად ხარჯავენ და მათ განახლებად რესურსად მიიჩნევენ, იტყობინება უკრაინის ახალი ხმეხმა. სხვა სამხედრო ბლოგერი სახელად ალექსანდრ თხორიკოვსკი ამტკიცებს, რომ რუსეთს წარსულის მასშტაბურ შეტევებზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება, თუნდაც შესაბამისი აღჭურვილობა ჰქონდეს, რადგან მისი დანაკარგები 8-ჯერ გაიზრდება და ფრონტზე რეალურ გავლენას ვერ მოახდენს. სიხონკინის სიტყვები განსაკუთრებით აჩვენებს, თუ როგორ ვერ გაითვალისწინა პუტინმა უკრაინის მიერ ბრძოლის ველის გარდაქმნა. რუსეთის დანაკარგები ახლა იმდენად დიდია, რომ მოხალისეთა მოზიდვით მათი შევსება ვეღარ ხერხდება. მარტი იყო მეოთხე ზედიზედ თვე, როდესაც რუსეთის დანაკარგების მაჩვენებელი აღემატებოდა მისი რეკრუტირების მაჩვენებელს, იტყობინება TVP World. განახლებადი რესურსი, ის ბოლო რამ არაც რუსეთის ჯარისკაცებს შეიძლება ეწოდოს. ისინი ნელ-ნელა უფრო ძვირფას რესურსებად იქცევიან, მხოლოდ იმის გამო, რომ მზად არიან ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. თუმცა უმეტესობა ფრონტამდე მისვლასაც ვერ ასწრებს, სანამ დაიღუპება. ბოლო სიტყვას კოჩინოვს მივცემთ. ფრონტი გადაექცა ლოკალიზებული, მხოლოდ ტაქტიკური მოძრაობების ზონად, სადაც წინსვლები და უკანდახევები დღეში მხოლოდ 100 მეტრზე ოდნავ მეტს შეადგენს, ამტკიცებს რუსი სამხედრო ანალიტიკოსი. შემდეგ ის მეორე შოკის მონგრელ განცხადებას აკეთებს. ამ ტემპით ომი 100 წელი გაგრძელდება და ეს გადაჭარბება არ არის. პუტინს არ შეუძლია საუკუნე დაელოდოს უკრაინაში გამარჯვებას. მაგრამ როცა მისი ჯარისკაცების 90% ერთი გასროლის გაკეთებამდე იღუპება, მას ბევრი იმედი არ დარჩენია. განსაკუთრებით გაზაფხულის შეტევა აჩვენებს, რამდენად მძიმეა ახლა სიტუაცია უკრაინაში რუსეთისთვის. ჩვენ უკვე შევეხეთ იმას, რამდენად ცუდად მიმდინარეობს ეს შეტევა. დეტალები კიდევ უფრო მძიმეა. დონეცკის რეგიონში რაღაც შემზარავი ხდება. რუსი ჯარისკაცები იგზავნებიან საბრძოლველად იმაში, რაც თითქოს უნდა იყოს ბრწყინვალე გაზაფხულის კამპანია, რომელიც გამარჯვებას მოუტანს დედა რუსეთს. მაგრამ რაღაც არასწორად მიდის. ჯარისკაცები რეკორდული რაოდენობით იღუპებიან, რადგან რაღაც არღვევს რუსულ რიგებს ისე, როგორც ისტორიაში არასდროს ყოფილა. დონეცკის სიკვდილის ზონად იქცა. რუსეთის დანაკარგები იმდენად სასტიკია, რომ ისინი 100 წლის განმავლობაში იგრძნობა, რადგან პუტინის მარიონეტები ახლა ძალიან შეშინებულები არიან, რომ იბრძოლონ. ამ ყველაფერს ვერ გაიგებდით, თუ პუტინის ნარატივს მოусმენთ. რუსეთის ლიდერის თქმით, უკრაინა დაშლის ზღვარზეა. დონეცკი და შემდეგ დონბასი დაეცემა იმ გაზაფხულის შეტევის ძალის წინაშე, რომელიც რუსეთმა მარტში უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. რუსეთის სასტიკი საომარი მანქანა უკრაინაში გაივლის და 2026 წლის ბოლოსთვის პუტინი ზუსტად იმას მიიღებს საცუნდა. ეს გარდაუვალია, ეს შეუჩერებელია. ეს სრული აბსურდია. როდესაც რუსეთი მიანიშნებს, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის იმ ყალბი ძალის პოზიციიდან, რომელსაც პუტინი იჩემებს, რეალობა ისაა, რომ ცუდად მომზადებული ჯარები, რომელსაც ის უკრაინაში აგზავნის, მასობრივად იღუპებიან. და ეს ყველაზე ნათლად ჩანს დონეცკში. ერთადერთი რეგიონი, რომელიც რუსეთს ყველაზე მეტად სურს, ჯერ კიდევ დგას და მისი დაახლოებით მეოთხედი დარჩენილია ასაღებად. დონეცკში დაგეგმილი შეტევა, რომელიც თითქოს უნდა გაევლო რეგიონი, სინამდვილეში რუსი ჯარისკაცებისთვის სიკვდილის მომტანი ხდება იმ მასშტაბით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. რამდენად დიდია ეს მასშტაბი? უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მოადგილის პავლო პალისას თქმით, რუსეთი ახლა განიცდის 316 ჯარისკაცის დანაკარგს დონეცკის თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე, ანუ 0.386 კვადრატულ მილის ტერიტორიაზე, რომელიც აიღეს. ხოლო ამ ციფრის მოსმენა საკმარისია, რომ დაგაფიქროს, როგორ შეიძლება რუსული არმია ასე კატასტროფულად მარცხდებოდეს დონეცკში. თუმცა საქმე ბევრად უფრო მძიმედაა პუტინისთვის, როცა ამჟამინდელ მონაცემებს ვადარებთ იმას, რასაც წარსულში ვხედავდით. ერთი წლის წინაც კი რუსეთი დონეცკის დასაპყრობად ძალიან ბევრ ჯარისკაცს კარგავდა. მაშინ დონეცკში ეს მაჩვენებელი იყო 160 დანაკარგი კვადრატულ კილომეტრზე, ხოლო უკრაინის მასშტაბით საშუალოდ 100. აქ ხედავთ, რომ რუსეთი დონეცკში 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს. და ეს მხოლოდ დაჭრილები ან მსუბუქად დაშავებულები არ არიან. დაკარგების მკვეთრ ზრდას თან ახლავს ბრძოლის ველზე დაღუპულთა, ანუ ქიას მაჩვენებლის მატება, რაც რუსეთის ძალებისთვის დამღუპელ ტენდენციად იქცა. ამ ტენდენციას ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებით, ასე რომ დარჩით ჩვენთან. მანამდე კი უნდა განვიხილოთ, რას ნიშნავს რუსეთისთვის ეს მაღალი სიკვდილიანობა და პროგრესის ნელი ტემპი. პუტინის ძალები შესაძლოა კვლავ ნელ-ნელა მიიწევენ წინ დონეცკში, მაგრამ ეს წინსვლა ტაქტიკური არ არის. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, რუსეთმა ბოლო 6 თვის განმავლობაში დონეცკში რაიმე მნიშვნელოვან საერთოდ ვერ მიაღწია. პუტინის ქედმაღლობის საკურთხეველზე ამდენი ჯარისკაცი შესწი. 2026 წლის პირველი კვარტლის საერთო დანაკარგი 90000-ზე მეტ რუს ჯარისკაცს შეადგენს, რომელთაგან 35000-ზე მეტმა სიცოცხლე სწორედ საშინელ დონეცკის რეგიონში დაასრულა. ეს ახლა იმდენად დიდ შიშს იწვევს პუტინის ხვედნის ყველა იმ ჯარისკაცში, ვისაც ამ ოლქში შეტევაზე აგზავნიან. მარტი განსაკუთრებით საშინელი თვე იყო რუსეთისთვის. The Guardian-ი იუწყება, რომ მარტი იყო პირველი თვე, როდესაც რუსეთმა თითქმის არანაირი ტერიტორიული წინსვლა არ დააფიქსირა მთელ ფრონტის ხაზზე. ამ თვეში რუსეთმა მხოლოდ 23 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 8.9 კვადრატული მილი უკრაინის ტერიტორია დაიკავა. თუნდაც იანვარი და თებერვალი, რომლებიც ასევე მძიმე თვეები იყო რუსეთისთვის სამხედრო დანაკარგების მხრივ, ამაზე უკეთესი იყო. თებერვალში რუსეთმა ამაზე 4-ჯერ მეტი ტერიტორია დაიკავა, იანვარში კი თითქმის 14-ჯერ მეტი. მაგრამ მარტში, თვეში, როდესაც გაზაფხულის შეტევა დაიწყო, რუსეთი ჩაეფლო ჩიხში და წინ ვერ მიიწევს, რადგან უკრაინა პუტინის ძალებს ისე ანადგურებს, როგორც არასდროს. მიუხედავად ამისა, პუტინი მაინც მოითხოვს დონბასს.
მარტის 31-ში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაამხილა, რომ რუსეთმა უკრაინას საბოლოო ვადა წაუყენა. დონბასიდან მომდევნო ორ თვეში გაიყვანეთ ჯარები, ან რუსეთი ძალით აიღებს მას. მაგრამ როგორ შეიძლება ეს მუქარა სერიოზულად მივიღოთ, როცა ვხედავთ იმ მონაცემებს, რომლებიც რეგიონიდან გამოდის? პუტინი ისევ ცდილობს მშვიდობის მოლაპარაკებების თამაშს, ისე თითქოს ყველა კოზირი მას აქვს. მაშინ როცა რეალობა ისაა, რომ რუსეთის სისხლს ხრიდა უპრეცედენტო დანაკარგებით დონეცკში ტერიტორიის მოსაპოვებლად. აიღე დონბასი ძალით, პუტინო. ჩანს, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ბრძოლა ამ რეგიონში, მით მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ამჟამად რუსეთს დარჩენილი აქვს დაახლოებით 7000 კვადრატული კილომეტრი დონეცკში დასაკავებლად. ეს ტერიტორია მოიცავს ციხესიმაგრე ქალაქების ზონას, რომელიც მალე გაიგებთ, რამდენად მნიშვნელოვანია იმ დანაკარგებისთვის, რასაც რუსეთი ახლა განიცდის. თუ რუსეთი დარჩება იმავე 316 მსხვერპლის მაჩვენებელზე თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე, რაც ახლა აქვს, პუტინის ძალებს მხოლოდ ისეთი მასშტაბის სიკვდილი ელოდება, როგორიც ომში ჯერ არ უნახავთ. რუსეთს მოუწევდა 2.212.000 ჯარისკაცის დაკარგვა მხოლოდ დონეცკის დასაკავებლად. და ამის შემდეგ კიდევ დარჩებოდა უკრაინის დანარჩენი ნაწილი. საკონტექსტოდ, უკრაინის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა ომში უკრაინის წინააღმდეგ 4 წელზე ცოტა მეტი ბრძოლის განმავლობაში 1.3 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. დონეცკში დანაკარგების მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ რუსეთს უწევს თითქმის ორჯერ გაზარდოს თავისი საერთო დანაკარგები უკრაინის შედარებით მცირე ნაწილის სანაცვლოდ. და მაინც, რუსეთი კვლავ ცდილობს მოლაპარაკებას, ისე თითქოს დონეცკში იმარჯვებს. მაგრამ როგორც პალის აღნიშნავს, ვინც რუსეთთან მოლაპარაკების ტაქტიკას აკვირდება, იცის, რომ რასაც აქ ხედავთ, ეს პუტინის სტანდარტული ქცევა. მას შემდეგ, რაც დონეცკის ძალით აღება ვერ მოახერხა, რუსეთი ახლა ცრუ უპირატესობის მტკიცებებს ეკუთვნება. რუსეთი ყოველთვის მიმართავს მოლაპარაკების ტაქტიკებს, მაგალითად ვადების დაწესებას, როცა იცის, რომ ბრძოლის ველზე საქმეები კარგად არ მისდის. ასე რომ შეგიძლიათ თავად გააკეთოთ დასკვნები, როგორი წარმატება აქვთ დონეცკის მიმართულებით და რა ფასად. მათი წინსვლა მინიმალურია. ტაქტიკური წარმატებები რამდენიმე უბანში ძალიან სიმბოლურია. ოპერატიული წარმატებები საერთოდ არ აქვთ. ასე რომ ისინი რეალობას არიან მოწყვეტილნი, აცხადებს პოლისა. დასკვნები ნამდვილად შეიძლება გაკეთდეს. არც ერთი მათგანი არ არის კარგი რუსეთისთვის ან პუტინის ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მტრადობისთვის. რუსეთს ლუგანსკშიც კი არ შეუძლია თავისი ამბის სწორად მოყოლა, რომელიც დონეცკთან ერთად არის ორი მთავარი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომლებიც უნდა დაეცეს, რათა რუსეთმა დონბასის დაპყრობა გამოაცხადოს. მარტის ბოლოსკენ რუსეთმა მესამედ განაცხადა, რომ ლუგანსკის მთელი ტერიტორია აიღო. თითქოს კრემლს გონია, რომ თავისივე განცხადებების გამეორება მათ უფრო სარწმუნოს გახდის. ეხლა ლუგანსკში მდგომარეობა შორსაა კარგისგან. რუსეთი აკონტროლებს ოლქის 99.94%-ს, თუმცა უკრაინის თქმით, ნოვოიხარიევკა და ნადია ჯერ კიდევ უკრაინის ხელშია. და ეს ნიშნავს, რომ რუსეთსაც კი არ შეუძლია განაცხადოს, რომ დაიკავა ის ტერიტორია, რომელიც წლების წინ უნდა დაეკავებინა. ისევ და ისევ, ეს არის სასოწარკვეთ. ცრუ განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ გაძლიერებულად წარმოაჩინონ დომინირების ნარატივი, რომელიც მაშინვე იშლება, როგორც კი შეხედავ რუსული დანაკარგების მასშტაბს, იმ მცირე წარმატებებთან შედარებით, რასაც დონბასში აღწევენ. ეს ყველა პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ კრემლმა ყურადღება უნდა მიაქციოს. მაგრამ ამ ყველაფრის უკან კიდევ უფრო დიდი პრობლემა იმალება, რაც იმას, რაც რუსეთს დონეცკში ემართება, კიდევ უფრო ანძიმებს. ეს პრობლემა მარტო ყველაფერს ცვლის. სხვათა შორის, თუ ესეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, ნახოთ აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ასე ვშლით ყველაფერს ყოველდღე. ეხლა რა არის ის პრობლემა, რომელიც დონეცკში რუსეთის ყველა პრობლემის უკან დგას? The Military Show გემშვიდობებათ. ანალიტიკოსმა Andrew Perpetuam ყველაფერი გაამჟღავნა 8 აპრილის პოსტში. ის აღნიშნავს, რომ დონეცკში რუსეთის საზრუნავი მხოლოდ უზარმაზარი დანაკარგები და თითქმის არარსებული ტერიტორიული მიღწევები არ არის. ამჟამად რუსი ჯარისკაცების დაღუპულთა რაოდენობა ყველაზე მაღალია, რაც კიდევ ყოფილა. მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში 2000-ზე მეტი წყაროდან დღეში დაახლოებით 300 ვიდეოს ანალიზებს, პერპეტუამ დაადგინა, რომ 2026 წლის მარტში რუსეთმა უკრაინის ომში დრიური დაღუპულების რაოდენობით მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. მაგრამ მოიცადეთ ერთი წამით, ჩვენ ხომ გითხარით, რომ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, რაც კიდევ ყოფილა. და ეს 4 თვიან პერიოდს მოიცავს. იმ 3 თვეს, რომლებიც 2026 წლის მარტს უსწრებს, წარმოადგენს 2025 წლის დეკემბერი, 2026 წლის იანვარი და 2026 წლის თებერვალი. 4 თანმიმდევრული თვე, როდესაც ქიას მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს. მარტში განსაკუთრებით შეინიშნება რუსი ჯარისკაცების დაღუპულთა რაოდენობის უზარმაზარი ზრდა წინა წლის მონაცემებთან შედარებით. 2025 წლის მარტში რუსეთის 4113 ჯარისკაცი დაიღუპა. 2026 წლის მარტში ეს რიცხვი გაიზარდა 5771-მდე, რაც 40%-იანი ზრდაა და სრულად გააქრო ტრადიციული სეზონური კლება, რომელსაც ჩვეულებრივ ხედავთ დაღუპულთა სტატისტიკაში, როცა უკრაინის ომი გაზაფხულში შედის. გენერალმა ზამთარმა და უკრაინამ მართლაც მძიმე დარტყმა მიაყენეს რუსეთს დეკემბრიდან თებერვლამდე. მაგრამ როცა გენერალი ზამთარი ბრძოლის ველიდან იხევს, უკრაინა ავსებს ამ სიცარიელეს და უფრო მეტ რუს ჯარისკაცს კლავს, ვიდრე აქამდე რომელიმე გაზაფხულზე მოუკლავს. რუსეთის სასოწარკვეთა აშკარა ხდება. სტალინის დაკარგვის შემდეგ პუტინის ძალები ქაოსში აღმოჩნდნენ.
შემდეგ პუტინმა ყველაფერი კიდევ უფრო გააუარესა, როცა რუს ჯარისკაცებს ტელეგრამი წაართვა. ამ ყველაფერს დავუმატეთ თავად რუსეთის სამხედრო ძალების დისფუნქცია, სადაც მეთაურები ჯარისკაცებს გრთამს თხოვენ, რომ ფრონტის ხაზიდან მოშორებით დატოვონ ისინი. და თვითმკვლელობის ინსტრუქციებს ურიგებენ ცუდად მომზადებულ ჯარისკაცებს, რომლებიც სხვაგვარად ტყვედ ჩავარდებოდნენ. და ამ ყველაფრიდან ხვდებით, როგორი რეალურად არის მდგომარეობა დონეცკში. და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. 4 თვიანი თემის გაგრძელებით TVP World იუწყება, რომ მარტიც იყო მე-4 ზედიზედ თვე, როდესაც რუსეთის მოხალისეთა რეკრუტირება ჩამორჩა იმ დანაკარგებს, რაც მათ განიცადეს. მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული ზღვარი უკრაინამ 2025 წლის დეკემბერში გადალახა, 2026 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში რუსეთმა დაკარგა 85,000 ჯარისკაცი. მაშინ, როცა მხოლოდ 80,446 ახალი ჯარისკაცი აიყვანა. გაითვალისწინეთ ეს რიცხვები რუსეთის დაღუპულთა მაჩვენებლის კონტექსტში. და კიდევ უფრო დიდი პრობლემა იკვეთება. რუსი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე უფრო მეტნი იღუპებიან ვიდრე ოდესმე. ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებიც არასდროს მოხვდებიან საავადმყოფოში, არასდროს გამოჯამრთელდებიან და არასდროს დაბრუნდებიან ფრონტზე. ისინი აღარ არიან სამუდამოდ გამოთიშულები იმ დროს, როცა რუსეთი ცდილობს საკმარისი ჯარისკაცების მობილიზებას, რათა გაზაფხულის შეტევა დონეცკში შეინარჩუნოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სულ უფრო ნაკლებად შეძლებს უკვე მობილიზებული ჯარისკაცების უკრაინაში დაბრუნებას. უკრაინაში დაბრუნებას მათი დაჭრის შემდეგ გამოჯამრთელების შემთხვევაში ეს შეუძლებელია. ებელია. ამ ჯარისკაცებიდან ძალიან ბევრი იღუპება და არა უბრალოდ იღებს ჭრილობას. და კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი ემსახურება ისეთ უმნიშვნელო ტერიტორიულ მიღწევებს, რომ შეიძლება ითქვას თითქოს საერთოდ არ ხდება. აღებულ თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე 316 დანაკარგი უკვე თავისთავად ძალიან ცუდი მაჩვენებელი. როდესაც ეს ოკუპირებული ტერიტორია რუსეთს არ აძლევს არანაირ ოპერატიულ უპირატესობას და მისი ჯარისკაცები უფრო მეტია დაღუპულთა შორის ვიდრე ოდესმე, სახეზეა კრიზისი, რომელიც კატასტროფად იქცა. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვბრუნდებით დონეცკში. ყველაფერი დაეცკში. ყველაფერი, რასაც პუტინი ცდილობს მიაღწიოს როგორც გაზაფხულის შეტევაში, ასევე ზოგადად უკრაინაში, სწორედ დონეცკი ამ ეპიცენტრში. და ეს არის მიზეზი, რატომაც განიცდის რუსეთი ამჟამად ასეთ უზარმაზარ დანაკარგებს. დონეცკში რაღაც ანადგურებს რუსეთის ჯარისკაცებს ისე როგორც არასდროს. და ეს რაღაც ორ სიტყვაში შეიძლება შევაჯამოთ. გამაგრებული ციხე. რასაც პუტინი ასე ხშირად ივიწყებს ხოლმე, როცა ამტკიცებს, რომ რუსეთის ძალები დონეცკს გაარღვევენ, არის ის, რომ ამ ძალებს უწევთ გამაგრებული პოზიციების დაძლევა, რომლებიც არაფრით ჰგავს იმას, რაც მათ უნახავთ 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ამ რეგიონისთვის იბრძვიან. ამ ზონაში 4 მთავარი ქალაქია, რომელთაგან თითოეული ძლიერად არის გამაგრებული. ნაწილობრივ იმის გამო, რომ უკრაინას დრო მიცა რუსეთის ნელა წინსვლამ დონეცკში. სლოვიანსკი, დრუშკივკა, კრამატორსკი და კონსტანტინივკა ყველა რუსეთის გზაზე მდებარეობს და ერთად ქმნიან დამცავ რკალს, რომელიც რუსეთს უშლის ხელს დონეცკის ადმინისტრაციულ ხაზამდე მისვლაში, რაც პუტინს მისცემდა საშუალებას რეგიონში გამარჯვება გამოაცხადოს. ამ 4-დან რუსეთმა მხოლოდ კონსტანტინივკასთან მიახლოება შეძლო და ამ ქალაქში ჯერაც არ შესულა. ციხესიმაგრის რკალის დანარჩენი 3 ქალაქი რუსეთის დრონებისა და артиლერიის მოქმედების ზონაშია, მაგრამ პუტინის ძალები ჯერაც შორს არიან იმ პოზიციებიდან, საიდანაც მათ ეფექტური შეტევების განხორციელება შეეძლებათ. კონსტანტინივკაშიც კი რუსეთის დივერსიული ჯგუფები უკრაინის თავდაცვამ გაანადგურა. United 24 მედია აღნიშნავს, რომ რუსეთის გაზაფხულის შეტევის პირველმა იერიშებმა აჩვენა, რამდენად რთული იქნება ამ 4 ქალაქის აღება რუსეთისთვის. რადგან პუტინმა სულ რამდენიმე დრეში 5000-ზე მეტი ჯარისკაცი და დიდი რაოდენობით ტექნიკა და აღჭურვილობა დაკარგა. ეს ტენდენცია არ შეცვლილა. რუსეთის სამხედრო ძალები თავს ესხმიან ციხესიმაგრეების ხაზს და ყოველ ჯერზე უკან იხევენ. ახლა დაფიქრდით ამაზე. რუსეთთან ომის განმავლობაში უკრაინამ აჩვენა უზარმაზარი უნარი, დიდხანს შეინარჩუნებინა თავისი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებები. დონეცკში პატარა დასახლება ჩასივიარი კვლავ დგას რუსეთის 23 თვეზე მეტი ხნის შეტევების შემდეგ. ქალაქი პოკროვსკი დაახლოებით იგივე ხნის განმავლობაში იდგა, იმდენად რომ ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა პოკროვსკი უწოდა ქალაქად, სადაც პუტინმა კბილები მოიტეხა. ხარკოვში უკრაინამ არა მხოლოდ დაიცვა ქალაქი კოპიანსკი რუსეთის შეტევებისგან, არამედ პრაქტიკულად მთლიანად დაიბრუნა ეს დასახლება და ამ პროცესში ათასობით რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. რუსეთს რამდენიმე წელი და მრავალი წარუმატებლობა დასჭირდა ამ ქალაქებსა და დასახლებებში მიღწეული პროგრესისთვის და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უკრაინამ მტკიცე თავდაცვა განახორციელა. შემდეგ არის ციხესიმაგრეების სარტყელი. 4 ქალაქი, რომლებიც უფრო დიდია ვიდრე ის ქალაქები, რომლებიც ახლახან ვახსენეთ და ყველა მათგანი ელოდება, რომ პუტინის ძალებს ისე გაანადგურებს, როგორც არასდროს. რუსი ჯარები წლებია უზარმაზარ ტაფაში იმყოფებოდნენ და ახლა მათ ეუბნებიან, რომ გადახდნენ ისეთ ცეცხლში, რომელიც იმდენად ცხელია, რომ წამში დაწვას. აი ეს არის ციხესიმაგრეების სარტყელი რუსეთისთვის. სასიკვდილო მანქანა, რომელიც უკვე დიდ როლს თამაშობს რუსეთის მაღალი დანაკარგების, ნელი პროგრესისა და დაღუპულთა რაოდენობის ზრდაში. და რუსეთს ციხესიმაგრეების სარტყელისთვის თითქმის არც კი შეხებია. მიუხედავად იმისა, რამდენად ცუდად არის საქმეები პუტინისთვის ახლა, დონეცკში ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. უკრაინამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაგეგმა. რუსული ძალების დეზორგანიზაცია ერთ-ერთი იმ მრავალი მიზეზთაგანია, რის გამოც ციხესიმაგრეების სარტყელი ასეთი ეფექტურია. და ეს დეზორგანიზაცია მხოლოდ Starlink-ისა და Telegram-ის გათიშვებს არ ეხება.
მარტამდე რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინამ მასშტაბური კონტრშეტევა წამოიწყო, რამაც მას ოლექსანდრიევკისა და ჰულიაპოლის მიმართულებებით წინსვლის საშუალება მისცა. ეს რეგიონები მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინას შეუძლია მათი გამოყენება ზაპორიჟიას ქალაქის დასაცავად, რომელიც პუტინის 2026 წლის ამოცანებიდან კიდევ ერთია. თუმცა უკრაინის წინსვლის გავლენა რუსეთზე დონეცკში უგულებელყოფილი ვერ დარჩება. პუტინს სჭირდება უკან დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა ბოლო რამდენიმე თვეში დაკარგა. ამისთვის მას სჭირდება ცოცხალი ძალა, მაგრამ ეს ცოცხალი ძალა არ მოდის რეკრუტირების არხიდან, რომელიც ვერ ანაცვლებს იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც რუსეთი კარგავს. ამიტომ პუტინი იძულებულია დონეცკის შეტევიდან ჯარისკაცები უკრაინის კონტრშეტევის მიმართულებით გადაიყვანოს. ეს კიდევ უფრო ასუსტებს დონეცკის შეტევებს, ვიდრე უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიცით, რომ რუსეთი თავის ყველაზე ელიტურ ოპერატორებს ოლექსანდრიევკასა და ჰულიოპოლაში აგზავნის. რუსეთის საუკეთესო და ყველაზე გამორჩეული ჯარისკაცები დონეცკში არ იბრძვიან, ისინი სხვაგან იღუპებიან, ხოლო დონეცკში დარჩენილი საზარბაზნე ხორცი ნადგურდება. შემდეგ ამას დრონებსაც თუ დავამატებთ, უკრაინის მზარდი განადგურების ზონები, მათ შორის FPV დრონებით სავსე ზონები, იმ ტერიტორიების გარეთ, რომელსაც უკრაინა იცავს რუსეთის ახლო ზურგში, რომელსაც ახლა საშუალო მანძილის დრონებით შეუძლია დაარტყას. უკრაინის დინის დონეცკის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. დრონები რუსული ძალების შორის უფრო მეტ სიკვდილს იწვევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის იარაღი. იანვისთვის პოლიტიკო იუწყებოდა, რომ დრონები უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე ყოველი 4 დანაკარგიდან 3-ზე არიან პასუხისმგებელნი. კონტექსტისთვის ეს ნიშნავს, რომ დონეცკში რუსეთის მიერ მოპოვებული ყოველი კვადრატული კილომეტრისთვის დაკარგული 316 ჯარისკაციდან 227 დრონების მიერ იღუპება. ასევე იანვისთვის უკრაინის მიერ განხორციელებული ყველა საბრძოლო დარტყმის დაახლოებით 80% დრონების მიერ სრულდება. ლითონის ურჩხულები, რომლებიც ახლა ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე არიან, ანადგურებენ რუსეთის ძალებს. დრონები უწყვეტად პატრულირებენ ციხესიმაგრის ხაზს. ცაში მუდამ ოფითვალები აკვირდებიან რუსეთის ძალებს, როცა ისინი ცდილობენ შეღწევასა და წინსვლას. როგორც კი ჯარისკაცებს ან ტექნიკას შენიშნავენ, FPV დრონები სწრაფად ეშვებიან. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საშუალო მანძილის დრონები ქაოსს ქმნიან რუსეთის ზურგში. დატკმით სადლობის პუნქტებზე, დრონების ოპერატორთა ცენტრებზე და საბრძოლო მასალის საწყობებზე. რუსეთს დონეცკში მოსვენება არ აქვს. და რასაც ახლა ხედავთ, არის მითის დამსხვრევა, რომელსაც პუტინი ცდილობდა გაეგრძელებინა მას შემდეგ, რაც თავისი შეჭრა დაიწყო. ეს მითი არსებობდა ჯერ კიდევ შეჭრის დაწყებამდე. რუსეთი უნდა ყოფილიყო ძლიერი ქვეყანა, რომელსაც უკრაინის რამდენიმე დღეში დამხო შეეძლო. ეს მითი ძალიან სწრაფად გამოაშკარავდა თავისი ნამდვილი სახით. და ყველა შემდეგი მითი ასევე დაინგრა უკრაინის თავდაცვის ფონზე. უახლესი მითი ისაა, რომ დონეცკი დაცემის ზღვარზეა, იმდენად რომ რუსეთი იმდენად დარწმუნებულია საკუთარ თავში, რომ უკრაინისგან მოითხოვა მაისის ბოლომდე თავისი ძალების დონბასიდან გაყვანა. ყველაფერი რაც ამ ვიდეოში განვიხილეთ, აჩვენებს რატომ დაინგრა ეს მითი. რუსეთის გამარჯვება დონეცკში სულაც არ არის გარდაუვალი. პუტინი უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს ვიდრე ოდესმე და ამ დანაკარგებს მცირე ტერიტორიების სანაცვლოდირებს. მობილიზაციის აჩრდილი ასევე რუსეთზეა დაკიდებული. პუტინს მობილიზაცია არ სურს. მან იცის რა მასშტაბის უკმაყოფილებას გამოიწვევს მობილიზაცია ქვეყნის შიგნით, რადგან რუსეთის ხალხი იკითხავს, რატომ დასჭირდა ამ თითქოს და მარტივ გამარჯვებას 4 წელზე მეტი და ახლა რატომ უნდა გამოიძახონ რეზერვისტები, რომლებსაც ბრძოლა არ სურთ. პალისე თავად ამბობს, რომ რუსეთი გარკვეული დროის განმავლობაში ფარულად ახორციელებს მობილიზაციას. მაგრამ ტრადიციული მობილიზაციისთვის რუსეთს აკლია ერთი რამ, რაც ამ იდეას გაამართლებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის იდეა, რომელიც უნდა გააერთიანოს საზოგადოება და გაამართლოს ასეთი ქმედებების საჭიროება, არნიშნავს პალისა. ასეთი იდეა რუსეთში არ არსებობს. ერთიანობა არ არსებობს. უბრალოდ მოსახლეობა, რომელიც უფრო მეც კარგავს, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა, ერთი შეშლილის სურვილის სამსახურში, რომელიც ცდილობს სიკვდილამდე თავისი მემკვიდრეობა უზრუნველყოს. დონეცკი ახლა პუტინისთვის დიდი ეკალია. და თუ ის არ შეიტანს ცვლილებებს ამ რეგიონის დაპყრობის წარმატებლობა, მისი მემკვიდრეობა იქნება. დიდი ხნის შემდეგაც კი, რაც პუტინი მოკვდება და რუსეთი ეცდება გაუმკლავდეს ომის შედეგებს, რომელნაც უკვე ძალიან ბევრი წაართო. გაზაფხულის შეტევა შეიძლება რუსეთისთვის სასიკვდილო ზარი აღმოჩნდეს და არა უკრაინისთვის. თქვენ ახლახან ნახეთ რამდენიმე მიზეზი რადომაც. ეს უნდა ყოფილიყო შეტევის დასაწყისი, რომელიც ყველაფერს დაასრულებდა. ბოლოს პუტინი მოამზადებდა ნიადაგს დონბასის კონტროლის დასამყარებლად, მაგრამ ყველაფერი ისე აწარიმართა, როგორც პუტინს ეგონა. რუსები პანიკაში არიან და გარბიან, სანამ უკრაინა მათ დაეწევა. ათასობით მათგანი ვერ გადარჩა, რადგან რუსეთმა წლის ყველაზე სისხლიანი დღე გადაიტანა. ეს პუტინს სამუდამოდ დაედევნებოდა, რომ სული ჰქონდეს. გაზაფხულის შეტევა რუსეთისთვის საშინლად დაიწყო და ეს ყველაფერი უკრაინის დამსახურებაა. გასულ კვირას რუსული დანაკარგები მკვეთრად გაიზარდა. და ეს სულაც არაა შემთხვევითი. სწორედ იმ კვირაში, როდესაც როგორც ჩანს რუსეთმა დაიწყო დიდი გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევა, რომელიც პუტინის ძალებს უნდა დაეხმაროს დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზის აღებაში, ქალაქების ეს მონაკვეთი რუსეთისთვის გადამწყვეტია, თუ მას დონეცკის აღება სურს. ჩრდილოეთით მდებარეობს სლოვიანსკი და კრამატორსკი, რომლებიც ომის შესწავლის ინსტიტუტის, თქმით, ორი მთავარი ლოგისტიკური ჰაბის როლს ასრულებენ. დონეცკში მებრძოლი უკრაინული ძალებისთვის კი სამხრეთით მდებარეობს კონსტანტინივკა, დრუშკივკა და ოლეკიევო-დრუშკივკა. ერთად ეს ქალაქები წარმოადგენს გამაგრებულ ხაზს, რომელსაც უკრაინა 10 წელზე მეტი ააშენებს.
პუტინს ეს ქალაქები უნდა დაიპყროს თუ დონეცკის აღებას სურს. მოსალოდნელია, რომ 2026 წლის გაზაფხული იქნება საწყისი წერტილი. უკრაინის სამხედრო ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სივსკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ამ ხაზებზე შეტაკებების მასიური ზრდა დაფიქსირდა და ახსნა, რა მოხდა 17 მარტიდან 4 დღის განმავლობაში. ამ კვირაში 2026 წლის 17-დან 20 მარტის ჩათვლით მტრის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა, განმარტა სივსკიმ და დაამატა. მტერი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე ცდილობდა ჩვენი ჯარების თავდაცვითი ხაზების გარღვევას. მთელი საბრძოლო ხაზის გასწვრივ მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობდა. სულ ამ 4 დღის განმავლობაში მტერმა 619 შეტევითი მოქმედება განახორციელა. 4 დღეში 619 შეტევითი მოქმედება. რაც დღეში 150-ზე მეტია, შეიძლება იფიქრო, რომ რუსეთს სერიოზული გარღვევები ექნებოდა. ასე არ მოხდა. რუსეთმა ვერ მიაღწია უმეტეს თუ არა ყველა ოპერატიულ მიზანს, რომელიც პუტინმა თავის ჯარისკაცებს დაუსახა. და რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას რუსეთისთვის, პუტინის ძალებისთვის რეალურად მოხდა ის, რასაც რუსეთის პრეზიდენტი არასდროს ელოდა. პუტინს სურდა გაზაფხულის შეტევის ბრწყინვალე დასაწყისი. რაც მიიღო, იყო უკრაინის ომში რუსეთისთვის ყველაზე სისხლიანი დღე 2026 წელს. შეიძლება ითქვას, რომ ეს რუსეთისთვის წლის ყველაზე სისხლიანი კვირაც იყო. მაგრამ ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ. დღე, რომელმაც პუტინი ნამდვილად დააზარალა, იყო 17 მარტი, რომელიც როგორც ჩანს, გაზაფხულის შეტევის ოფიციალური დაწყების თარიღი იყო. იმ დღეს ტელეგრაფის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ძალებიდან 1700 ადამიანი მოკლა ან დაჭრა. რუსეთმა ასევე დაკარგა დიდი რაოდენობით ტექნიკა, მათ შორის 29 საარტილერიო სისტემა განადგურდა, ასევე 230 მანქანა და საწვავის სავზი. ტელეგრაფის განმარტებით, ზაპორიჟიის მიმართულებებით განხორციელებული შეტევის მცდელობაც აღკვეთეს. გარდა ამისა, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა წარმატებული დღე ჰქონდათ. მოკლული ან დაჭრილი ან დაჭრილი 900 ჯარისკაცი უკრაინის დრონებმა გაანეიტრალეს. ეს რიცხვები კიდევ უფრო შთამბეჭ დავიხდება, როცა გააცნობიერებთ, რომ ისინი თითქმის ორჯერ აღემატება იმ საშუალო დროულ დანაკარგებს, რასაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინაში ვხედავდით. როგორც Independent აღნიშნავს, 17 მარტამდე რუსეთი დღეში საშუალოდ 700-დან 900-მდე ჯარისკაცს კარგავდა. შემდეგ ეს რიცხვი 1700-ს გადააჯარმა. ეს ყველაფერზე მეტად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის გაზაფხულის შეტევა დაიწყო. მინიშნებებს არც ახალი ტაქტიკა გვაძლევს და არც ახალი სტრატეგია. ის ფაქტი, რომ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იგზავნება ხორცაკებში, გვიჩვენებს, რომ პუტინი იყენებს ერთადერთ იდეას, რაც მას აქვს წინსვლისთვის. მეტი ცოცხალი ძალის გაგზავნა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ასე წარმატებული შეტევა არ უნდა მიმდინარეობდეს. შეიძლება პუტინმა თავი დაიმშვიდოს იმით, რომ ეს მხოლოდ ერთი დღე იყო. დიახ, ეს რუსეთისთვის ცუდი დღე იყო, სინამდვილეში საშინელი. თითქმის ყველა ჯარისკაცი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაგზავნა, ან დაჭრილი დაბრუნდა, ან კუბოში დაბრუნდა, ან კუბოში. მაგრამ ნამდვილად ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი რუსეთისთვის და ის მსხვერპლი, რაც პუტინის ამდენმა ბაიკმა გაიღო, საფუძველს ჩაუყრიდა იმ ხმა შეტევას, რომელიც რუსეთს ასე ძალიან სჭირდება გაზაფხულის შეტევის დასაწყებად. ესეც არ მოხდა. როგორც სირსკი ამბობს, რუსეთმა ვერ მიაღწია თავის ოპერატიულ მიზნებს გაზაფხულის შეტევის პირველ კვირაში, ან თითქმის ვერცერთს. რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, ის უბრალოდ განაგრძობდა ზრდას. სივსკი ამხელს, რომ 17-დან 19 მარტის პერიოდში რუსეთმა დაკარგა შოკის მომგვრელი 4840 ჯარისკაცი, რომლებიც ან მოკლეს, ან დაჭრეს, ან სხვაგვარად გააუნებელყვეს. ეს თითქმის 5000 პუტინის ჯარისკაცია, რომელიც სამ დღეში მწყობრიდან გამოვიდა. და ეს საშუალოდ დღეში 1600-ზე მეტი ჯარისკაცის დანაკარგს ნიშნავს. 17 მარტი შესაძლოა რუსეთისთვის წლის ყველაზე სისხლიანი დღე იყო, მაგრამ 18 და 19 მარტიც დიდად არ ჩამორჩებოდა. სირსკი ამატებს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ბრძოლაში ერთ კვირაში ჯამში 8710 ჯარისკაცი დაკარგა. ასევე დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და იარაღი. რუსეთისთვის უკრაინაში ზანთრის ნელ-ნელა დნობას შესაძლებლობა უნდა შეექმნა. მაგრამ პუტინის ჯარისკაცებისთვის ამ ყველაფერმა მხოლოდ კიდევ უფრო მეტი სიკვდილი მოიტანა. ისეთი მასშტაბით, როგორც 2026 წელს არ უნახავთ. ერთი ნუგეში, რაც პუტინს აქვს, ისაა, რომ ამ სამდღიანი კოშმარის შემდეგ რუსეთის დანაკარგებმა შედარებით დასტაბილურდა. TVP World-ის მიხედვით, რუსეთი ახლა დღეში დაახლოებით 1000 ჯარისკაცს კარგავს. მისი დანაკარგები 24 საათში, რომელიც მარტის 22-მდეა დაფიქსირებული, შეადგენს 940 სამხედროს, 3 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 3 ტანკს და 1 სამხედრო ვერტმფრენს, რაც მეორე ვერტმფრენია, რომელიც რუსეთმა მარტის 21-22-ში დაკარგა. ეს ეგზი ეხლა მხოლოდ 1000 დღეში პუტინო. თუ რუსეთი ასე გააგრძელებს, ერთ წელიწადში თანამედროვე არმიათა უმეტესობის ტოლთას დანაკარგს მიიღებს. კიდევ ერთხელ, უკვე მესამე წელია ზედიზედ. ხუმრობა, რომ გვერდზე გადავდოთ, ეს მასიური დანაკარგები რუსეთისთვის უბრალოდ ციდან არ ჩამოვარდნილა. უკრაინამ ბევრი გააკეთა გაზაფხულის შეტევისთვის მოსამზადებლად და ამის შედეგად ის რუსეთის ძალებს ისეთ ტემპში ანადგურებს, როგორცაც პუტინი არასდროს ელოდა. რამდენიმე წუთში ზუსტად აგიხსნით, როგორ ახერხებს უკრაინა ამ ყველაფერს. მანამდე ღირს უფრო ახლოდან დააკვირდეთ რუსეთის გაზაფხულის შეტევას,
და იმას, რას იმედოვნებს პუტინი, როდესაც კიდევ უფრო მეტ ჯარისკაცს წირავს უკრაინის ომის ხორცსაკებში. უკვე შევეხეთ პუტინის ცველობას დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზისკენ და ამ მიმართულებით წინსვლა რუსეთის მთავარი ოპერაციული მიზანია. გახსოვდეთ, რომ დონბასის დათმობა, რომლის ბოლო ნაწილი სწორედ დონეცკია, პუტინის მთავარი მოთხოვნაა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. რუსეთის ლიდერს ეს ტერიტორია სჭირდება. მას ეს აუცილებელია, რათა შექმნას თუნდაც რაიმე ნარატივი იმის შესახებ, რომ ის მოკლე სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დაემხო უკრაინა, შეიძლება გადაიქცეს რამედ, რაც წარმატებას მაინც წააგავს. თუმცა რუსეთიც ასევე ცდილობს უფრო ღრმად შეიჭრას სამხრეთ უკრაინაში და ამ შეტევის განსახორციელებლად ემზადებოდა 2025 წლის ბოლოსთვის. აი რატომ ცდილობდა რუსეთი ზაპოროჟიეს ფრონტზე წინსვლას იმ რეკორდული დანაკარგების დღეს, 17 დღეს, 17 მარტს. რუსეთს ასევე ჯერ კიდევ სჭირდება პოხროვსკის ფრონტის გადალახვა. მიუხედავად იმისა, რომ პოხროვსკის ქალაქის უმეტეს ნაწილს უკვე აკონტროლებენ, პუტინის ძალები გაჩერდნენ როშინას სოფლის მიმართულებით და იმ დასახლებებზე, რომლებიც ამ სოფლის მახლობლადაა, მათი კონტროლის საუკეთესო შემთხვევაში არ ამთრადია. პოხროვსკის ღერძის გადალახვის გარეშე ციხესიმაგრეების ხაზისკენ შეტევას არ აქვს ის ძალა, რაც პუტინს სჭირდება რეალური წინსვლისთვის. აი ესე ჩნდება ისეთი სიტუაციები, როგორიც 17 მარტს და მის შემდეგ დღეებში ვიხილეთ. რუსეთმა სრულად ვერ შეძლო შეექმნა საფუძველი იმისთვის, რომ პუტინის არმიამ გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევაში იმას მიაღწიოს, რაც პუტინს სურს. და მთავარი მიზეზი ამის არის ის, რომ უკრაინამ იპოვა პასუხი რუსეთის ყველა ნაბიჯზე. რა არის ეს პასუხები? ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ თუ რა გააკეთა უკრაინამ, მათ შორის იმ მასშტაბურ ქმედებას, რომელიც მან წლის დასაწყისში განახორციელა და რომელმაც პუტინის ყველა გეგმა ჩაშალა. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჯიროთ ხილაკს, რათა არასდროს გამოტოვოთ ჩვენი ვიდეოები. ასე რომ არის სამი ძირითადი რამ, რაც უკრაინამ გააკეთა რუსეთის გაზაფხულის შეტევის წინადად თინააღმდეგ თავდაცვაში, რომელმაც ყველხე ხელი შეუწყეს პუტინის ძალების მასიურ დანაკარგებს და კიდევ ერთი მთავარი რამ, რაც გარდამტეხი მომენტია პუტინის ყველა გეგმისთვის. სანამ მთავარ საკითხზე გადავიდოდეთ, მოდით გადავხედოთ იმ სამ ფაქტორს, რომლებმაც დანაკარგებს შეუწყო ხელი. პირველი თავად სირსკის სიტყვებიდან მოდის, რადგან კიევის პოსტი იუწყება, რომ რუსეთის შეტევების მასშტაბმა უკრაინა აიძულა ბრძოლის ველზე ახალი ასიმეტრიული მიდგომები დაენერგა. სირსკი დეტალებში არ შედის, თუ რა ტაქტიკებია ეს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ უკრაინული ჯარები აქტიურად ითვისებენ ინიციატივას და აგრძელებენ პოზიციების აღდგენას. მაგრამ მხოლოდ ამაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინის მთავარსარდალი გულისხმობს ძებნისა და განადგურების ტაქტიკას, რომელსაც უკრაინა ბოლო კვირებში იყენებს, რათა აღმოფხვრას რუსი დივერსანტები, რომლებიც ცდილობენ უკრაინის ტერიტორიაზე თავდაცვითი პოზიციების მოწყობას. ჩვენ ეს სტრატეგია მაშინ ვიხილეთ, როცა უკრაინამ გაანადგურა პუტინის მტკიცებები იმის შესახებ, რომ რუსეთს ქალაქი კუპიანსკი ჰქონდა ოკუპირებული 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისში. უკრაინამ ამ მტკიცებას უპასუხა იმით, რომ გაუსვა ხაზი მის სიცრუეს და ამისთვის გამოიყენა ძებნისა და განადგურების დანაყოფები. ეს მცირე დანაყოფები სპეციალურად შექმნილია რუსული ინფილტრაციის სტრატეგიის წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს მცირე რაოდენობის ჯარისკაცების ჩუმად შეყვანას უკრაინულ პოზიციაზე და მათ დამალვას, სანამ დახმარებას დაელოდებიან. ტაქტიკამ გარკვეული დროით იმუშავა, რადგან მან უკრაინის საბრძოლო ხაზების უკან დაბნეულობა გამოიწვია. მაგრამ თავისი საძიებო და განადგურების ჯგუფებით უკრაინა ცეცხლს ცეცხლით პასუხობს. ის რუსეთის მცირე დანაყოფებს საკუთარი პატარა ჯგუფებით უპირისპირდება, რომლებიც დრონების ოპერატორებთან ერთად მუშაობენ რუსი შემოჭრილების საფოვნელად. როგორც კი ისინი აღმოაჩენენ, ეს შემოჭრილები იზოლირდება და ლიკვიდირდება, რის შედეგადაც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მოპოვებული ნებისმიერი სუსტი კონტროლი მტვერად იქცევა. ამ ძებნა განადგურების ჯგუფებს მნიშვნელოვანი როლი ექნებოდათ იმ თავარ საქმეში, რაც უკრაინამ გააკეთა გაზაფხულის შეტევის დასამსხვრევად, სანამ ის საერთოდ დაიწყებოდა. დათში ჩვენთან ვიდეოს ბოლომდე და კიდევ უფრო მეც აგიხსნით. უკრაინამ გამარჯვების სტრატეგია იპოვა, თავისი ძებნა განადგურების დანაყოფებით, მაგრამ ეს ერთადერთი იარაღი არ არის, რომელიც ქვეყანამ გამოიყენა იმ დამანგრეველი დანაკარგების მისაყენებლად, რაც რუსეთს 17 მარტის შემდეგ ვიხილეთ. უკრაინის ღრმად დათქმის სტრატეგიამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან ქვეყანამ გააძლიერა დათქმები როგორც თავად რუსეთში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2026 წლის განმავლობაში. ამ გაძლიერების იდეალური მაგალითი ვიხილეთ 9 მარტს, როდესაც უკრაინამ ერთ თრეში რეკორდული 754 დრონი გაუშვა რუსულ პოზიციებს. მილიტარნი იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ამ დრონებიდან 621 გაანადგურეს. მაგრამ ეს მაინც ნიშნავს, რომ 100-ზე მეტი დრონი მიზანს მიაღწია ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ოკუპირებული ტირიმი, ბრიანსკისა და ბელგოროდის სასაზღვრო ოლქები, ან კიდევ იმდენად შორს რუსეთის შიგნით, რომ მოსკოვს მიუახლოვდნენ. როცა ესეთ რიცხვებს ისმენთ, ისინი თითქოს ემთხვევა რუსეთის დრონების შეტევების მასშტაბს უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე. ეს იმიტომ, რომ მართლაც ემთხვევა მასშტაბს. უკრაინამ გააძლიერა თავისი შორ მანძილზე მოქმედი დრონების სტრატეგია იმდენად, რომ ახლა უკვე რუსეთის დონეზეა ღრმა დარტყმების რაოდენობით. როგორც Forbes-ი აღნიშნავს, უკრაინის შორ მანძილზე შეტევები ახლა უფრო ღრმად აღწევს, ვიდრე ოდესმე. Flamingo დრონის და რაკეტის ჰიბრიდის გამოჩენამ უკრაინას ისეთი შესაძლებლობა მისცა, რომ ახლა შეუძლია უზარმაზარი ცეცხლის ძალა გამოიყენოს რუსეთის სიღრმეში მდებარე სანიზნეებზე.
ზუსტად ასე მოხდა 20 თებერვალს, როცა უკრაინამ Flamingo გაუშვა რუსეთის რაკეტების ქარხნის მიმართულებით ვოდკინსკში, რომელიც უკრაინისა და რუსეთის საზღვრიდან 1400 კილომეტრით, ანუ თითქმის 860 მილითაა დაშორებული. რას უკავშირდება ეს ყველაფერი რუსეთის წარუმატებელ საგაზაფხულო შეტევასა და მის უზარმაზარ დანაკარგებს? ყველაფერი უკრაინის სიღრმისეული დარტყმების კამპანიის მიზანს უკავშირდება. უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თითოეულ თავდასხმას ერთი მთავარი მიზანი აქვს: დაასუსტოს რუსეთის სამხედრო მანქანა. ვოდკინსკის მაგალითში რაკეტების ქარხნის განადგურება რუსეთს ართმევს იმ ჭურვებს, რომლებსაც უკრაინაზე ისვრის. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ რუსეთს აღარ შეუძლია უკრაინის სიღრმეში იმდენი ობიექტის დაბომბვა, რაც ასევე ნიშნავს, რომ უკრაინა მეტ ძალას მოახმარს რუსეთის ფრონტალური შეტევების მოგერიებას. ამას ისევ და ისევ ხედავთ ღრმა დარტყმის სტრატეგიაში. მაგალითად, როდესაც უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჰაერო თავდაცვის სისტემებს ანადგურებს, ეს შესაძლებლობას აძლევს დაარტყას სარდლობისა და მართვის ცენტრებს, ჯარისკაცების თავმოყრის ადგილებს და ლოგისტიკურ კვანძებს, რაც ყველა ერთად ასუსტებს რუსეთს ფრონტზე და მის ჯარს უფრო მოწყვლად ხდის შეტევის მცდელობისას. უკრაინა შიგნიდან ელპობს რუსეთს. ახლა უკვე ხედავთ ამ გავლენას პუტინის გაზაფხულის შეტევაზე. დრონების თემას რომ დავუბრუნდეთ, მივდივართ მესამე საკითხზე, რომელიც ადრე ვახსენეთ. უკრაინამ დიდი რაოდენობით FPV დრონები გამოუშვა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რითაც შეიქმნა მასიური სასიკვდილო ზონები, რომლებიც რუსეთის თავდასხმით ძალებს უნდა გადალახონ. ადრე გითხარით, რომ 1700-ზე მეტი დანაკარგიდან 900, რომელიც რუსეთმა 17 მარტს განიცადა, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების თავდასხმების შედეგად მოხდა. FPV დრონების მასშტაბური გამოყენება სწორედ ის მიზეზია, რატომაც ეს რიცხვი ასე მაღალია. უკრაინას აქვს შესაძლებლობა წელიწადში 10 მილიონამდე დრონის წარმოებისა, სულ მცირე 2025 წლის ზაფხულიდან. და მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები ჯერ არ არის მიღწეული, რადგან ამისთვის მეტი ინვესტიცია საჭირო, ეს გვიჩვენებს, რომ FPV დრონების წარმოება იმდენად მასშტაბურად მიმდინარეობს, რომ უკრაინის სასიკვდილო დრონები რუსეთის ძალებისთვის მთავარი იარაღად იქცნენ, როცა ისინი შეტევას ცდილობენ. უკრაინას ახლა იმდენი FPV დრონი აქვს, რომ დრონების მარაგი მის სამხედროებში ოპერატორების რაოდენობას აღემატება. ეს ცუდი პრობლემა არ არის, რადგან უკრაინამ დაამტკიცა, რომ ოპერატორების მომზადებაში ძალიან გამოცდილია. დრონების მარაგი არსებობს და რუსეთი ამას კიდევ უფრო მეტად იგრძნობს, რაც გაზაფხულსა და ზაფხულში მის ჯარისკაცებს პრობლემებს შეუქმნის, რადგან ოპერატორები მომზადდებიან. უკრაინის FPV დრონები ასევე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ მხოლოდ ინდივიდუალური ჯარისკაცების განადგურების გარდა. 20 მარტს ევრომაიდან პრესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სწორედ FPV დრონმა ჩამოაგდო რუსეთის KA-52 ვერტმფრენი. უკრაინამ ვერტმფრენის თავდასხმას შემდეგი ნაბიჯი გადადგა და კიდევ უფრო მეტი FPV დრონი გაუშვა ეკიპაჟის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ისინი გაანადგურეს. ეს არის ის, რასთანაც პუტინის ძალებს მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ უწევს შეჯიდება. 10,000-ობით FPV და სადაზვერვო დრონი მუდმივად ზუზუნებს ცაში, ყველა იმ რეგიონში, სადაც რუსეთი წინსვლას ცდილობს. როგორც კი ჯარისკაცან ტექნიკას შენიშნავენ, დრონები ეშვებიან და ანადგურებენ. ამ FPV დრონების საშუალო დისტანციის დათმის დრონებთან კომბინაციით, რომლებიც რუსეთთან ახლოს დარტყმების განხორციელებას შესაძლებელს ხდიან, უკრაინამ შექმნა განადგურების ზონები, რომლებიც თითქმის 100 მილზე ვრცელდება. საოცარია კი, რომ რუსი ჯარისკაცები მასობრივად იღუპებიან, როცა მათ უწევთ ამდენი დრონებით სავსე ტერიტორიის გალვა, მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიონ პოზიციას, საიდანაც შეტევას დაიცრამენ. და ბოლოს მივდივართ იმ მთავარ საკითხთან, რომელიც ადრე ვახსენეთ. ეს არის ის ერთი რამ, რომელმაც ალბათ ყველაფერზე მეტად ისეთი წარმოუდგენელი რამ გაუკეთა რუსეთს, რომ გაზაფხულის შეტევა იმდენად დაასუსტა, რომ ახლა ხედავთ იმ დანაკარგებს, რასაც დღეს ვაკვირდებით. და ეს რამ ძალიან მარტივია. უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთში. თებერვლის დასაწყისიდანვე უკრაინა სწრაფად მიიწევდა რუსეთის პოზიციებზე სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში. ანადგურებდა დივერსიულ ჯგუფებს ინძიებისა და განადგურების ტაქტიკით, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. მარტის 3-ისთვის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ მისმა ძალებმა რუსეთისგან 460 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 167 კვადრატული მილი დაიბრუნეს. ეს არის ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა, რომელიც უკრაინამ 2023 წლის შემდეგ წამოიწყო. და ეს ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ რუსეთის ძალებს ჩამოერთვათ უკანონო Starlink-ის ტერმინალებზე წვდომა, რაც მათ ფრონტის ხაზზე კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა. ეს კონტრშეტევა მნიშვნელოვანია რუსეთის წარუმატებელი გაზაფხულის შეტევის კონტექსტში ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში პუტინის გეგმა სამხრეთში იყო ბუფერული ზონის შექმნა დნიპროპეტროვსკის რეგიონში. ამ ბუფერულ ზონას უნდა მიეცა რუსეთისთვის საშუალება უკრაინისთვის შეეჩერებინა ჯარების გაგზავნა ამ გზით, რათა დაეხმარებინა თავისი ჯარისკაცებისთვის ზაპოროჟიესა და დონეცკის რეგიონებში, რაც რუსეთს მისცემდა საშუალებას ორივე რეგიონზე უფრო ძლიერი შეტევა განეხორციელებინა. ეს გეგმა ამ ეტაპზე დასრულებულია. უკრაინას აქვს ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონა, რაც ნიშნავს, რომ მას ასევე შეუძლია ჯარებისა და ლოგისტიკური დახმარების მიწოდება უკრაინის სხვა რეგიონებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ. რუსეთის კონვერგენტული წინსვლა ზაპოროჟიეს მიმართულებით განსაკუთრებით დაზარალდა ბუფერული ზონის დარღვევის შედეგად. რადგან უკრაინამ გაართულა ეს გეგმები და რუსეთი კუთხეში მოაქცია, ეს წარმოშობს მეორე საკითხს, რომელსაც ცოტა ხნის წინ შევეხეთ. ეს საკითხი ისაა, რომ რუსეთი იძულებულია დაასუსტოს საკუთარი თავი, რათა უკრაინის კონტრშეტევაზე საპასუხო შეტევა მიიტანოს.
რეზერვები, რომლებიც დონეცკისა და ზაპორიჟიასთვის იყო განკუთვნილი, ახლა იძულებულნი არიან უფრო სამხრეთით გადაინაცვლონ. ASW 19 მარტს განაცხადა, რომ კონტრშეტევამ რუსეთი ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია, რადგან მას აღარ აქვს შესაძლებლობა სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყოს ზაპორიჟიას ქალაქზე და პარალელურად სადოს ოროხივის აღებაც, რომელიც დასავლეთ ზაპორიჟიაში მდებარეობს. მას უბრალოდ არ აქვს საჭირო რეზერვები, რადგან უკრაინის კონტრშეტევა ამ რეზერვებს ანადგურებს. შორს იმისგან, რომ რუსეთს ბუფერული ზონის შექმნის საშუალება მიეცა, უკრაინამ პირიქით ორფლანგიანი კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც რუსულ ძალებს, რომლებსაც პუტინი უსაფრთხო თვლიდა, იზოლაციაში აქცევს და პუტინის გაზაფხულის შეტევის გეგმებს ანადგურებს. აი რატომ ხედავთ ახლა ასე ბევრ რუს ჯარისკაცს განადგურებულს? ის საფუძველი, რომელიც რუსეთმა 2025 წლის ბოლოსკენ შეტევისთვის ჩაყარა, მის ქვეშ დაინგრა. და ამას უნდა დავუმატოთ Starlink-ის დაკარგვა, რუსეთის მეთაურები პანიკაში არიან. ეხლა მათ მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ დასუსტებულ ძალებს უკრაინაზე შეტევა უბრძანონ. სხვა ნებისმიერი ნაბიჯი პუტინის ბრძანებების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, რომელიც ნებისმიერ ფასად წინსვლას მოითხოვს. და რუსეთის მეთაურები ნამდვილად არაპირებენ კრემლს უარი უთხრან. ამიტომაც მივიღეთ ის, რაც გასულ კვირაში ვიხილეთ. რეკორდული რაოდენობის ლიკვიდაცია 2026 წლის 17 მარტს. კვირა, როდესაც რუსეთმა 8000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა გაზაფხულის შეტევისას, რომელმაც ვერანაირი პროგრესი ვერ მოიტანა. ეს საფუძველს უყრის იმას, რაც მომდევნო რამდენიმე თვეში მოხდება. რუსეთის 2026 წლის შეტევა კიდევ უფრო წარუმატებელი იქნება, ვიდრე 2025 წლის ზაფხულის შეტევა, რომელმაც თითქმის ვერც ერთი ოპერატიული მიზანი ვერ შეასრულა. პუტინის არმიაში რაღაც უბრალოდ ჩამწკდა. მისი ჯარისკაცები მასობრივად გარბიან, რადგან სამხედრო ძალა ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე თავის ისტორიაში ყოფილა. ამ ჯარისკაცებზე ახლა ბნელი აჩრდილი დგას. აჩრდილი, რომელიც მათ სულს ართმევს და სულს უნგრევს. აკარგვინებს ბრძოლისთვის ნებისყოფას, რაც ოდესღაც ჰქონდათ. და ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან უკრაინა ემზადება, რომ ბრძოლის ველი ნამდვილ ჯოჯოხეთად აქციოს და მათ მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმოს. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა რუსეთი სულ უფრო მეტად სასოწარკვეთილი ხდება. და აი ყველაზე შოკის მომგვრელი რამ. ეს არ არის უკრაინა, რომელიც ბნელ ძალად ანადგურებს რუსეთის არმიას. ეს თავად რუსეთია. გაგიყვანთ ბრძოლაში ჩართულ ქალაქ ჩაზივიაში. დონეცკის რეგიონში მდებარე ჩაზივიარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ის მაღლობზეა განთავსებული. მაღლობიდან შესაძლებელია артиლერიის ცეცხლის გაშვება მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე უკეთესი მეთვალყურეობა საბრძოლო ველზე და FPV დრონების გაძლიერებული კონტროლი. რუსეთს ჩაზივიარი სურს. ქალაქი ძალიან სჭირდება იმდენად, რომ უკვე ცრუადაც კი გამოაცხადა მისი აღება, რაც შეიძლება აღვიქვათ როგორც მცდელობა, ასწიოს მორალი იმ ჯარისკაცებში, რომლებიც ჩაზივიარის დასაკავებლად სიკვდილზე გაგზავნეს. მაგრამ ჩაზივიარი ჯერ კიდევ ძირითადად უკრაინელების ხელშია და იქ მყოფი რუსი ჯარისკაცები საკუთარ არმიაში განსაკუთრებულ ქაოსს ქმნიან, რადგან საბოლოოდ მობეზრდათ ის ბნელი აჩრდილი, რომელიც მათ თავს დასტრიალებს. ეს აჩრდილი უკრაინული დრონები არ არის, თუმცა ისინი ყოველთვის ფაქტორად დარჩებიან. ეს ბევრად უფრო პიროვყოფილია. რაღაც, რისგანაც ეს ჯარისკაცები მოკლებულნი არიან, მაგრამ რაც მათ გადარჩენისთვის სჭირდებათ, ომის წაყვანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყველამ ვიცით რა არის ეს და ყველას გვჭირდება სიცოცხლისთვის. ეს არის საკვები და წყალი. და რუსეთი არც ერთს არ აწუდის იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც დაავალეს დაეპყროთ ქალაქი, რომელსაც თავად რუსეთი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად მიიჩნევს. 16 თებერვლის ანგარიშში უკრაინა დღეს ამახვილებს ყურადღებას 24 მეფე დანილოს, ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პრეს-ოფიცრის, კონსტანტინ მელნიკოვის კომენტარებზე. ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ისევ იგივე მიზანი აქვს, ჩასივიარის მიმართულებით უკრაინული თავდაცვის გარღვევის თვალსაზრისით, ის ცდილობს ამ მიზნის შესრულებას მაშინ, როცა საკუთარ ჯარისკაცებს საშინელი ბნელი ხრუბლის ქვეშ ტოვებს. მათი სარდლობა უარს ამბობს მათთვის დრონებით საკვების, ამუნიციის ან თუნდაც წყლის გაგზავნაზე. ამიტომ ადამიანები კვირეობით, ზოგჯერ უფრო დიდხანსაც სხედან ამ სამალავებში საკვების ან წყლის გარეშე. ეს არის რუსეთის უახლესი სტრატეგია და ის ანადგურებს პუტინის ძალებს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე შეღწევითი ჯგუფები, ხშირად მხოლოდ 2 ან 3 ჯარისკაცისგან შემდგარი, გაგზავნონ ფრონტის ხაზის მიღმა, რათა უკრაინული ძალების ზურგში განთავსდნენ. ეს ჯარისკაცები იქ საბრძოლველად არ არიან. იშვიათი შემთხვევითი ჩასაფრების გარდა, მათ უბრალოდ უნდა დამკვიდრდნენ და იმედი ჰქონდეთ, რომ დახმარება მოვა დამატებითი ჯარისკაცების ან შესაძლოა ჯავშან ტექნიკის სახით, რაც გააფართოებს იმ მცირე ნაბრალს, რომელიც მათ უკრაინის თავდაცვაში შექმნეს. ეს სტრატეგია იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ რუსეთს საშუალებას აძლევს პროპაგანდისტვის ყალბი განცხადებები გააკეთოს ტერიტორიების დაკავებაზე. მაგრამ ეს ასევე სტრატეგია, რომელიც შემღწევი ჯგუფების რამდენიმე დღით ან ხშირად კვირებით გამაგრებას ეყრდნობა. და იმისთვის, რომ ეს იმუშაოს, ამ ჯარისკაცებს შეიძლება უბრალოდ ის აუცილებელი ნივთები დასჭირდეთ, რაც ყველა ადამიანს სჭირდება სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მაშინაც კი, როცა დრონები მუდმივად არ დაფრინავენ მათ თავზე. რუსეთი თავისივე ჯარისკაცებს ამ აუცილებელ ნივთებს აკლებს და ამას შედეგი აქვს, როგორც მელნიკოვი განმარტავს. არის შემთხვევები, როცა ისინი ვეღარ უძლებენ და ნებდებიან. ზოგჯერ ჩვენი ჯარისკაცები მტერს კონტრშეტევის დროს იჯერენ. მხოლოდ 24 ბრიგადამ 16 თებერვლამდე ერთ კვირაში 8 შიმშილით გათანგული რუსი ჯარისკაცი დაატყვევა. გარდა ამისა, 60 მოკლა და კიდევ 40 დაჭრა იტყობინება უკრაინა today. ნიშანდობლივია, რომ ახლა რუსეთის ჯარისკაცებისთვის ყველაზე საშიში მტერი უკრაინა კი არა, არამედ საკუთარი ქვეყნის სრული გულგრილობაა.
მაგრამ მათთვის, ვინც ხურადღებას აქცევს როგორც უკრაინაში, ისე თავად რუსეთში, პუტინის გულგრილობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ომის მიზნების მიღწევას ანდობს, არ უნდა იყოს გასაკვირი. ეს გულგრილობა ბუმერანგივით უბრუნდება რუსეთის ლიდერს, როგორც კი გააგრძელებთ ყურებას, ამას თავადაც ნახავთ. თუმცა ეს არ არის რამე ახალი რუსეთისთვის. საკვების, წყლის და სხვა მარაგების ნაკლებობა ხარვეზი კი არა, არამედ მახასიათებელია. Ukraina Today-ის რეპორტამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველომ ანუ ჰურმა გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი თავის YouTube არხზე, სადაც რუსი ჯარისკაცი აღწერს იმ პირობებს, რომელშიც საკუთარი ქვეყანა ამყოფებს. ჯარისკაცმა განაცხადა, რომ მისი უნიფორმა ახლა მასზე ისე კიდია, როგორც ტანსაცმლის საკითხზე. რატო? არასაკმარისი კვება. ჩვენ საერთოდ არ ვჯამთ, არ ვსვამთ. თუ გვერდულად დავდგები, ვერც კი შემამჩნევთ. წუწუნებდა ჯარისკაცი, როცა ხსნიდა, რომ მის ნაწილში საკვების მიწოდება ფაქტობრივად შეწყდა. ეს არის რუსეთის სამხედრო ძალა 21 საუკუნეში. მაგრამ გასაოცარია, რომ აუცილებელი არ არის იმ ჯარისკაცს სახლში დაბრუნების შემდეგ უკეთესი მდგომარეობა ჰქონდეს. როგორც მედუზამ ნოემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ყოველი მე-9 ადამიანი არ აქვს ცდომა სუფთა სასმელ წყალზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკნარი წყლის მარაგი აქვს, აც კი 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამამ, რომელიც ამ მარაგების პოტენციალის გამოყენებას ისახავდა მიზნად, არ უშველა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ რუსეთს ბევრად მეტი თახის დახარჯვა სჭირდება თავისი მოსახლეობის დასახმარებლად, ხოლო პუტინი ურჩევნია მეტი ფული დახარჯოს თავის წარუმატებელ შეჭრაზე. რუსეთს არც კი იწუხებს თავს, რომ თავისი მოსახლეობის მე-9 ნაწილისთვის წყლის მიწოდება მოაწესრიგოს. საგულისხმოდ, რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით 153.5 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 16 მილიონ მოქალაქეს სუფთა სასმელი წყალი არ აქვს. რატო უნდა გაუგზავნოს პუტინმა საკვები და წყალი ფრონტის ხაზზე, როცა საკუთარ ქვეყანაში არსებულ დიდ პრობლემებსაც კი არ აგვრებს? რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ცდილობენ უკრაინის ოკუპაციას, საკუთარ თავს სწორედ ამ კითხვას დაუსვამენ, როცა მიხვდებიან, რომ მათი საკუთარი ქვეყანაა ის ბნელი აჩრდილი, რომელიც მათ თავს დასტრიალებს. და ეს აჩრდილი უკვე აღარ არის მხოლოდ მომლოდინე საფრთხე. მან უკვე შთანთქა რუსეთის ჯარისკაცები, როგორც ხედავთ იმ ფაქტიდან, რომ პუტინი და მისი გარემოცვა მხოლოდ საკვებსა და წყალს კი არა, სხვა აუცილებელსაც არ აწვდიან მათ. Tweet Crate Shatteris ჩასატარებლად ჯარისკაცისთვის აუცილებელი ყველაზე საბაზისო აღჭურვილობაც კი აღარ არის დარჩენილი. ნოემბერში ტელეგრაფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ლიმანის მიმართულებით შეტევაზე გაგზავნილ ბევრ ჯარისკაცს საბაზისო ჩაფხუტიც კი არ ჰქონდა და არც ჯავშანჟილეტები ეცვათ. ეს ახალი ტენდენცია იმ დროს განაცხადა უკრაინის მეორე მექანიზებული ბატალიონის მოადგილე მეთაურმა იგორ კომოკმა. მან ასევე გაამხილა, რომ მისი ანგარიშის მომენტისთვის ლიმანში ბოლო 20 შეტევითი ჯგუფიდან მხოლოდ 4-ს ჰქონდა ჩაფხუტი. ვისაც სახში ანგარიშის წარმოება სურს, ეს ნიშნავს, რომ მოხსენებული რუსული შეტევითი ჯგუფების 80%-ს არ აქვს სამხედრო აღჭურვილობის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ნაწილი, რაც უნდა ჰქონდეთ. სხვა რუსი ჯარისკაცები კიდევ უფრო ნაკლებად ირგვლიანები არიან. დეკემბერში გამოცემა The Express-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი ზოგიერთ თავის ჯარისკაცს არც კი აწვდის წინდებსა და საცვლებს. ეს მტკიცება კი უკრაინიდანაც კი არ მოდიოდა. ეს განცხადება გააკეთა რუსმა სამხედრო ბლოგერმა იური პოდოლიაკამ, რომელმაც თქვა: ერთი რამ, რაც ახლა მაოცებს, არის ის, რომ და უბრალოდ არ ვიცი როგორ, მაგრამ 3.5 წლის ომის შემდეგ მართლა არ შეგვიძლია ცენტრალურად მოვამარაგოთ ჩვენი არმია წინდებითა და საცვლებით. გაითვალისწინეთ, რომ პოდოლიაკა ფაქტობრივად კრემლის აქტივია. ეს არის ადამიანი, რომელიც უკრაინაში დაიბადა, მაგრამ მას შემდეგ რუსეთის დეზინფორმაციული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ. თუ ის ამჟღავნებს, რამდენად მძიმეა მომარაგების მდგომარეობა პუტინის ძალებისთვის ფრონტზე, მაშინ საქმეები მართლაც ძალიან ცუდადაა. ვიტყოდით, რომ ეს გულგრილობა ნიშნავს, რომ არაერთი რუსი ჯარისკაცი აღმოაჩენს, რომ მათ საცვლებში მუქი ყავისფერი ლაქები უჩნდებათ, მაგრამ საცვლებიც კი არ აცვიათ. და რთულია ესეთი ლაქების გაჩენა, როცა საჭმელსაც კი არ გაძლევენ. ამ ყველაფერში ჩვენ ხედავთ რუსი ჯარისკაცების მასობრივი განადგურების რეცეპტს, რომელსაც უკრაინა სრულად იყენებს, როგორც თავად ნახავთ თუ ვიდეოს ბოლომდე დარჩებით. ეს ასევე არის რეცეპტი დიდი რაოდენობით ჯარისკაცების დანებებისთვის, როგორც მელნიკოვმა მიანიშნა თავისი კომენტარებით, რაც ხდება ჩაზივიაში. 8 ტყვე, რომელიც უკრაინამ დაახლოებით ერთ კვირაში აიყვანა ამ რეგიონში, ემატება რეკორდულ რაოდენობას რუსი ჯარისკაცებისა, რომლებიც თეთრ დროშას აფრიალებენ, რადგან ეს დროშა უკვე ერთადერთი აღჭურვილობა არაც მათ დარჩათ. როგორც United 24 მედიამ 2025 წლის ბოლოს გაავრცელა, პუტინის შეჭრის შემდეგ უკრაინამ 10,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ტყვე დაიყვანა. ეს მონაცემი, რომელიც უკრაინის ტყვეთა საკითხების კოორდინაციული შტაბიდან მოდის, ყველაფერს არ ასახავს. იმავე ჯგუფის მიხედვით 2025 წელი იყო ომის განმავლობაში ის წელი, როდესაც დანებების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო. საშუალოდ ყოველ კვირას 60-დან 90-მდე რუსი ჯარისკაცი ნებდება უკრაინას, ხოლო 2024 წლის აგვისტოში ერთ კვირაში დანებების რაოდენობამ 350-საც კი მიაღწია. უკრაინა 2023 წლის ივნისიდან უფრო მეტ რუს ჯარისკაცს იჭერს ტყვედ, ვიდრე რუსეთი უკრაინელს, და ეს ტენდენცია, რომლის შეცვლის შანსიც კრემლს არ აქვს. მიზეზი ისაა, რომ კრემლი და მისი ბნელი გავლენა იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებსაც ბრძოლა აღარ უნდათ, უამრავ მიზეზს აძლევს, რომ ტყვედ ჩაბარდნენ. ამ ჯარისკაცებიდან ბევრი ისედაც არ სურდა ბრძოლა, მაგრამ მათ დიდი ფულის კონტრაქტებით შეითხოვეს. ეხლა ისინი ფრონტზე ჩადიან უჭმელები, უცხოდ, უჩაფხოდოდ, უშემთხვევოდ, თუნდაც წინდების გარეშე, და პუტინს მაინც გონია, რომ ისინი ბრძოლას მოისურვებენ. რა თქმა უნდა, ისინი ტყვედ ჩაბარდებიან.
და იმის ნაცვლად რომ გამოასწორონ ის პრობლემები, რომლებმაც რუსული არმია ასეთ სიცხოდ აქცულად აქცია, რუსეთი მხოლოდ იმას აკეთებს, რომ დასაჯოს ის ჯარისკაცები, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობენ და დაიჭირეს. United 24 მედია იუწყება, რომ ზოგიერთი ჯარისკაცი, ვინც ჩაზივიაში 24 ბრიგადას ტყვედ ჩაბარებას ცდილობდა, მოკლეს. არა უკრაინელებმა, არამედ რუსულმა FPV დრონებმა, რომლებმაც ისინი მიზანში ამოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ დრონის ოპერატორებს ნათლად შეეძლოთ დაენახათ, რომ მათი თანამებრძოლები ხელება წეული ტყვედ ჩაბარების ნიშნით მიდიოდნენ. ეს ქაოსია. ეს არის რუსეთის არმია, რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს პუტინის დაუნდობელი მოთხოვნების გამო. და როგორც ახლა გაიგებთ, საკუთარი ხალხის განუკითხავი განადგურება, რაც გამოწვეულია მომარაგების სერიოზული პრობლემებით და პუტინის სურვილით, იცხოვროს ფანტაზიის სამყაროში, სადაც რუსეთი ყოვლის შენძლეა პუტინს სასოწარკვეთილ გზებზე მიიყვანს. სანამ ამ თემას უფრო ღრმად შევეხებით, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა ამისთვის. ეხლა პუტინის სასოწარკვეთა. როგორ გამოიყურება ეს დღეს? ბევრი რამ გავიგეთ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ჯონ ჰილისგან, რომელმაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარკლებში ისაუბრა, როგორც ამას 16 თებერვლის United 24 მედიის ანგარიში იუწყება. ჰილი ამტკიცებს, რომ რუსეთი იმდენად სასოწარკვეთილია თავისი დასუსტებული არმიისთვის ჯარისკაცების მოზიდვაში, რომ სულ უფრო შორს და შორს ეძებს მათ მოსაპოვებლად. მას ასე უნდა მოიქცეს. ახალი ამბები მაინც აღწევს სახლში, მიუხედავად იმისა, რამდენადაც პუტინი ცდილობს ამის შეჩერებას. და ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები, რომლებიც ყვებიან ისტორიებს იმის შესახებ, რომ რუსეთი სრულად ვერ უზრუნველყოფს მათ, აშკარად ახდენს გავლენას რეკრუტირებაზე. რუსეთი ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე შეუძლია მობილიზება. იანვარში რუსეთმა 9000-ით ნაკლები ჯარისკაცი მოიზიდა, ვიდრე უკრაინასთან ბრძოლაში დაკარგა. რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინს სერიოზული პრობლემები აქვს სახლში, როცა საქმე ეხება იმ ადამიანების პოვნას, ვისაც შეუძლია მოატყუოს, მოისყიდოს ან დაითანხმოს მისთვის ბრძოლაზე. პირდაპირ რომ თქვაც, აქედან არც ერთი არ უნდა იყოს გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვისწავლეთ. როცა შიმშილითა და ცხოველით გატანჯულ ჯარისკაცებს უშვებ ბრძოლაში ჩაფხუტისა და წინდების გარეშე, იღებ გატყინულ და უუნარო ჯარს, რომელიც უკრაინის დრონებისთვის ადვილი ნადავლია. ჰილი ამბობს, რომ უცხოელ ჯარისკაცებზე დამოკიდებულება ახლა იმდენად დიდია, რომ სულ მცირე 17000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იბრძვის რუსეთის მხარეს უკრაინაში. ამ ჯარისკაცებს, როგორც რუსეთის სხვა უცხოელ ჯარისკაცებს, ხშირად მოტყუებით და იძულებით აგროვებენ. ისე რომ თავადაც არიციან, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე რუსეთის ხორცის მანქანისთვის არიან განწირულები, განაცხადა ჰილიმ მიუნხენში. ბლუმბერგმაც გააშუქა იგივე კონფერენცია და აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა თქვა, რომ რუსეთის რეკრუტირება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ არამხოლოდ იანვარში ჰქონდა ქვეყანას ცუდი შედეგები. ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინამ უფრო მეტი ჯარისკაცი გაანადგურა, ვიდრე რუსეთს შეუძლია დაიქირაოს. და ეს მხოლოდ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები არ არიან, რომლებსაც რუსეთი ცდილობს მოატყუოს და უკრაინაში სიკვდილზე გაგზავნოს. ათასობით ადამიანი ჩამოდეს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პაკისტანი, ინდოეთი, ნიგერია, სენეგალი და კუბა, იუწყება ბლუმბერგი. მათგან ბევრს იგივე ტყუილები და მოტყუება ხდება წილად, როგორც რუსეთის ჩრდილოკორეელ კონტინგენტს. კრემლი აძლევს დაპირებებს, სავარაუდოდ სამუშაო ვიზებთან და შესაძლო მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რათა ხელში ჩაიგდოს ეგრეთ წოდებული ჯარისკაცები, რომლებიც სინამდვილეში უბრალოდ ის ადამიანები არიან, ვინც რუსეთში წავიდნენ იმ იმედით, რომ შეძლებდნენ ახალი ცხოვრების დაწყებას. ამის ნაცვლად პუტინი მათ აგროვებს და უკრაინაში აგზავნის, რომ დაიღუპონ იმ მცირერიცხოვან რუსებთან ერთად, რომლებიც ქვეყნის სამხედრო ძალებში მსახურობენ. როგორც CNN-მა, ასევე France 24-მა გააშუქეს ეს უცხოელი მებრძოლების ფენომენი. CNN-მა ამ საკითხზე სხვებზე ადრე გააკეთა რეპორტაჟი. ნოემბერში მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც გაამჟღავნა, რომ რუსეთი მოტყუებითა და ქრთამით ცდილობს უცხოეთიდან ხალხის გადაბირებას უკრაინაში საბრძოლველად. მან საკმაოდ მცირე რიცხვებზე გააკეთა აქცენტი, რადგან თქვა, რომ არსებობდა მტკიცებულება 27 ქვეყნის 200 უცხოელი მებრძოლის შესახებ. მაგრამ ეს მტკიცებულება უკრაინელების მიერ ტყვედ აყვანილებზეა დაფუძნებული. ასე რომ სულაც არ არის გადაჭარბებული ვთქვათ, რომ ათასობით თუ არა 10000-ობით არარუსი იბრძვის რუსულ ომში, რომელიც თავად რუს ხალხს აღარ სურს. 27 ქვეყნის ხსენებაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის რამდენიმე, რომელიც უკვე ვახსენეთ, მხოლოდ აისბერგის წვერია. კენია, ნეპალი, ტაჯიკეთი და მრავალი სხვა ქვეყანაც უნებლიეთ ამარაგებს პუტინის საომარ მანქანას ცოცხალი ძალით. სამხრეთ აფრიკაში ნოემბერში მიმდინარეობდა გამოძიება მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლება მიიღო საგანგაშო ზარები 17 მამაკაცისგან, რომლებიც რუსეთში გამგზავრების შემდეგ როგორღაც დონბასის რეგიონში ბრძოლაში აღმოჩნდნენ. France 24 ამ ყველაფერს ამატებს იმასაც, რომ ცნობილი ვაგნერის დაქირავებულთა დაჯგუფება დიდ როლს ასრულებს ამ უცხოელი მებრძოლების უკრაინაში ძალით ჩართვაში. მათი უწყებიან, რომ აქვთ მტკიცებულება, რომ თითქმის 1500 ადამიანი 25 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა შორისაც ბევრი აფრიკის კონტინენტზეა, სადაც ვაგნერი მოქმედებს, უკრაინაში გაგზავნეს. ამ უცხოელ მებრძოლთაგან 300-ზე მეტი უკვე დაღუპულია. და ორივე შემთხვევაში რეალური რიცხვები სავარაუდოდ ბევრად უფრო მაღალია, რადგან რუსეთმა იმდენად შორს წავიდა, რომ თაღლითური ტურისტული სააგენტოც კი შექმნა, რომელსაც იყენებს თავისი მოტყუების სქემის ფარგლებში, რათა უცხოელი მებრძოლები უკრაინაში შეიყვანოს. როცა ვამბობთ მებრძოლები, ვგულისხმობთ საზარბაზნე ხორცს. თუ გსურთ ფრონტის ხაზზე ქაოსზე საუბარი, სწორედ ასე მიიღებთ მას. წარმოიდგინეთ ის კოშმარი, რომელშიც ეს მოტყუებული უცხოელი ჯარისკაცები ხდებიან. უკვე შეშინებულები უკრაინაში გაგზავნის შემდეგ ისინი ხვდებიან მეთაურებთან, რომლებიც სიკვდილზე აგზავნიან და თანამებრძოლებთან, რომლებთანაც კომუნიკაციაც კი არ შეუძლიათ.
ენის ბარიერები იმდენად დიდ პრობლემას ქმნის, რომ ყველაზე რთული მითითება, რაც გულგრილ მეთაურს შეუძლია მისცეს, არის თითის გაშვერა რომელიმე მიმართულებით და ჯარისკაცის ბედის ანაბარა დატოვება, რაც არ უნდა სიკვდილი ელოდებოდეთ მათ, როცა უკრაინულ პოზიციებს მიუახლოვდებიან. და თუ რუს ჯარისკაცებსაც კი არ აძლევენ საკვებს, წყალს ან აღჭურვილობას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ უცხოელ მებრძოლებს ასეთი ეგრეთ წოდებული ფუფუნება შეხვდეთ. ეს არის პუტინის სასოწარკვეთა. არმიის შექმნა, რომელსაც ვერ მართავს, იმის სანაცვლოდ, რომ ჩაანაცვლოს არმია, რომელიც 4 წლის განმავლობაში ისე დაამცირა და დაანგრია, რომ სრულ ქაოსშია. ეხლა ვიდეოს დასაწყისში გითხარით, რომ უკრაინა ბუნებრივად სარგებლობს ამ ყველაფრით. ის ამას აკეთებს იმით, რომ ქმნის სასიკვდილო ზონებს, რომლებიც რუსეთის შეშინებულ ჯარისკაცებს, უცხოელებს თუ სხვებს უნდა გადალალახონ მანამ, სანამ უკრაინის გამაგრებულ პოზიციებზე შტურმის შანსი მიეცემათ. საბრძოლო ხაზები ახლა უკრაინის ომში ტრადიციულისგან ძალიან შორსაა. ზოგიერთ ფრონტის ხაზზე სასიკვდილო ზონები 20 კილომეტრამდე, ანუ დაახლოებით 12.4 მილის სიგრძეზეა გადაჭიმული. ეს არის საშიში ტერიტორია, რომელიც სავსეა დრონებითა და თავდაცვითი საშუალებებით. აი ასეთ ადგილებში აგზავნის რუსეთი თავის ჯარისკაცებს და გონება გახსნილი არ უნდა იყო, რომ დაინახო. გარდაუვალი უკვე ხდება. თუ ადრე რუსეთი 6 ჯარისკაცს კარგავდა თითოეულ უკრაინულ დანაკარგზე, რაც უკვე დიდი სხვაობაა, ახლა ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე რუსეთი თითოეულ უკრაინულ დანაკარგზე 25-მდე ჯარისკაცს კარგავს. პუტინმა და მისმა ბნელმა არსებობამ ქაოსის რეცეპტი შექმნა და ახლა რუსეთის ჯარისკაცები იმკიან თავიანთი ლიდერების სრული არაკომპეტენტურობის შედეგებს. ამ სასიკვდილო ზონებმა გამოიწვია ის, რომ რუსეთს საყვარელი მასობრივი მექანიზებული შეტევების ტაქტიკა თითქმის აღარ იყენებს, როგორც დეკემბერში ევრომაიდან პრესმა გაავრცელა. რა თქმა უნდა, რუსეთს უკვე ისედაც უჭირდა ამ შეტევების შენარჩუნება, როცა ჯავშან ტექნიკა უმთავრდება, მაგრამ სასიკვდილო ზონები იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტანკი ან ჯავშან მანქანა, რომელიც ამ ზონაში შევა, თითქმის გარანტირებულად განადგურდება უკრაინული დრონის მიერ, მას შემდეგ რაც ნაღმებში, თხილებში ან ეგრეთ წოდებული დრაკონის კბილებში გაებმება. ამიტომ რუსეთის სულ უფრო მეტად ეყრდნობა მცირე მასშტაბიან ხორცის შეტევებს. შეღწევის მცირე ჯგუფები, რომლებიც იგზავნებიან აღჭურვილობისა და მარაგების გარეშე, ზუსტად ისე როგორც ჩაზევიარში ვხედავთ, თითქმის შეუძლებელი ამოცანის წინაშე დგანან, რომ ამ სასიკვდილო ზონებში გაიარო. ის მცირე რიცხოვანი, ვინც როგორღაც წარმატებას მიაღწევს, იღებს მთავარ პრიზს. უნდა იჯდეს და დაელოდოს, როდის დაიწყებენ უკრაინის ჯარისკაცები და დრონები მათ დევნასა და განადგურებას. და სწორედ კლავენ ეს დრონები. დაახლოებით 30,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა იანვარში. გასულ თვეში კი 35,000 იქნა ლიკვიდირებული. ეს ყველაფერი უკრაინის დრონების მიერ. უკრაინას ახლა მიზნად აქვს დასახული, რომ 2026 წლის ბოლომდე ყოველ თვე 50,000 ოკუპანტი რუსი ჯარისკაცი გაანადგუროს. და ის სრული ქაოსი, რომელშიც პუტინმა ჩააგდო თავისი სამხედრო ძალები, ძალიან სავარაუდოს ხდის, რომ ეს მიზანი მიღწეული იქნება. რაც უკვე საშინელებაა იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც რუსეთი წინა ხაზზე აგზავნის, კიდევ უფრო გაუარესდება. რუსეთის ბნელი ყოფნა არსად ქრება. ეს გაანადგურებს პუტინის ნებისმიერ შანსს, რომ ის იმ დიდებულ დამპყრობელად დაიმახსოვრონ, როგორად ყოფნაც ასე სასოწარკვეთილად სურს. რუსეთისთვის მომავალი ბნელია და ეს მომავალი ბევრად ცდება ქვეყნის სამხედრო ძალას. ქვეყანა კარგავს თავის იდენტობას, რადგან პუტინის საშინელი ტაქტიკები ანადგურებს მთელ თაობას, რომელიც რუსეთს მომავალში თავის შესანარჩუნებლად სჭირდება. დემოგრაფიული კრიზისი, რომელიც პუტინის შექმნილი ქაოსიდან წარმოიშვა, მოახლოებულია და ყველაფერს ამის შესახებ ჩვენს ვიდეოში გაიგებთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს რუსეთის დაღმასლას სრულ მარცხამდე. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.